ინდოეთი დღეს მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა და ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ძალაა. პოტენციალი ქვეყანას უდაოდ აქვს, მაგრამ ბუნდოვანია რამდენად აქვს შესაძლებლობა, რომ გლობალური გადალაგებების ფონზე ეს პოტენციალი სისრულეში მოიყვანოს. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ინდოეთზე, მის როლზე გლობალურ პოლიტიკაში და განვიხილავთ თუ რამდენად აქვს ინდოეთს შესაძლებლობა გახდეს მომავალი მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთი პოლუსი. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია ჯიპას ასოცირებული პროფესორი, ინდოეთის ისტორიის სპეციალისტი მაია ბარქაია. თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემას განვიხილავთ თუ რამდენად აქვს საშუალება ინდოეთს, რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ გახდეს შემდეგი ზესახელმწიფო ამ თანამედროვე გადაადგილებების ფონზე და საერთაშორისო ურთიერთობების ლიტერატურაში არის განსაზღვრებები რა არის დიდი ძალა და პრაქტიკულ დროს შევაჯამოთ არის ეს ეკონომიკური ძალა, სამხედრო ძალა, რამდენად აქვს რესურსი, რომ მობილიზაცია გააკეთოს ადამიანური და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ან სხვა რესურსები, რამდენად აქვს დიპლომატიური ავტონომია და რა თქმა უნდა აღიარებულია თუ არა სხვა ძალების მიერ როგორც დიდი ძალა. ანუ ეს ხუთი მიმართულება არის, რაზეც ძირითადად აქცენტი კეთდება და საინტერესოა ინდოეთს როგორც სახელმწიფოს, რამდენად აქვს იმის რესურსები, იმის საშუალება, რომ დააკმაყოფილოს ეს კრიტერიუმები და მე როგორც ვიცი, დღევანდელი ინდოეთი ძალიან დამოკიდებული არის და ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, მისი კოლონიალური წარსულის შესაბამისად, ამიტომ მოდი დავიწყოთ თვითონ ისტორიით და კოლონიალური შთამომავლობით. როგორ შექმნა კოლონიურმა ეპოქამ თანამედროვე ინდოეთი? პოსტკოლონიური სახელმწიფო ინდოეთი, შესაბამისად კოლონიალიზმის გამოცდილება არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი, ხო? მისი თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობის და მისი საგარეო პოლიტიკის და ამას ალბათ ვრცლადაც გავშლით. ერთ-ერთი საკითხია ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც მემკვიდრეობით ერგო ინდოეთს, მეორე საკითხია ინფრასტრუქტურას და მესამე მწვავე საკითხი უფრო ესაა ტერიტორიული საზღვრები, ხო? განსაკუთრებით ინდოეთსა და პაკისტანს შორის, იმიტომ რომ 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთი გაიყო ორად, ინდოეთად და პაკისტანად. პაკისტანი თავის მხრივ იყო ორი, ინდოეთის დასავლეთით იყო დასავლეთ პაკისტანი და აღმოსავლეთ პაკისტანი, რომელიც 1970-იანი წლებიდან არის ბანგლადეში, მან მოიპოვა დამოუკიდებლობა უკვე დასავლეთ პაკისტანისგან. ამ ომში პაკისტანსა და ბანგლადეშს შორის ინდოეთი მხარს უჭერდა ბანგლადეშს და ინდოეთს თავის მხრივ ზურგს უმაგრებდა ასევე საბჭოთა კავშირი. ეხლა რაც შეეხება თავად ინდოეთში აი ამ პროცესს, ხო, კოლონიურ გავლენას, პირველ რიგში ეს, რადგან პაკისტანზე დავიწყეთ საუბარი, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკოლონიური მოძრაობა ინდოეთში ორი მიმართულებით განვითარდა, ძირითადი, ეს იყო მუსლიმთა ლიგა, მუჰამედ ალი ჯინას მეთაურობით, რომელმაც ჩათვალა და რომელიც ფიქრობდა, რომ მუსლიმებს, რომლებიც არიან მრავალრიცხოვანი, ისინი ვერ მოახერხებენ ინდოეთში საკუთარი უფლებების სრულფასოვან განხორციელებას, ამიტომ ითხოვდა ცალკე სახელმწიფოს და სხვათა შორის ინდოეთის კონსტიტუციის ერთ-ერთი შემოქმედი არის ამბედკარი, რომელიც იყო დაბალი კასტის წარმომადგენელი. მან განათლება გაუმართლა და შემთხვევით ფილანტროფიის შედეგად განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში, დაბრუნდა და მთავარი შემოქმედია ინდოეთის კონსტიტუციის, მაგრამ 30-იანი წლებიდან მუშაობდნენ ამ კონსტიტუციის პროექტზე და 30-იან წლებში ის ითხოვდა ასევე, როგორც მუჰამედ ალი ჯინა მუსლიმებისთვის, ის ითხოვდა დაბალი კასტებისთვის ცალკე რაღაც მართლობის ფორმას, იმიტომ რომ თვლიდა, რომ კასტურ საზოგადოებაში, რომელიც ინსპირირებულია ამ ინდუისტური რელიგიით, შეუძლებელია ამ კასტებმა შეძლონ სრული ემანსიპაცია, სრული გათავისუფლება და ამის საფუძველზე, ამის ნიადაგზე იყო დიდი დაპირისპირება ამბედკარსა და განდის შორის, მაჰათმა განდის შორის, თუმცა ეს საკითხი გადაიჭრა და მოგვარდა, მაგრამ ასევე ვერ გადაიჭრა პაკისტანის საკითხი. შეთანხმდნენ სხვა ლიდერები, კონგრესის ჯავაჰარლალ ნერუ და ასე შემდეგ, მაგრამ განდი სხვათა შორის ბოლო წუთამდე შიმშილობდა და არ მოსწონდა, მოკლედ არ ეთანხმებოდა ამ
პაკისტანის გამოყოფის იდეას. მოკლედ, ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული მომენტი, იქიდან გამომდინარე, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერდა და წაახალისებდა კიდეც მუჰამედ ალი ჯინას ამ მისწრაფებას, იმიტომ რომ პაკისტანის არსებობა გარკვეულწილად რაღაც ბერკეტიც იყო ბრიტანეთისთვის, იმისთვის, რომ გავლენა შეენარჩუნებინა ინდოეთზე. მეორე ალბათ ასევე მნიშვნელოვანი, რაც კოლონიური გამოცდილებიდან უნდა აღინიშნოს, ეს არის ეკონომიკა. ხო, ბევრი პოლიტიკოსი ინდოელი დღეს ზოგიერთი მათგანი საუბრობს რეპარაციებზეც, ოქსფორდის დებატებს შეიძლება ნახეთ, როგორ განიხილებოდა ეს საკითხი და აქ მთავარია ხშირად მოყავთ ეს სტატისტიკა, რომელიც მრავალი ნაშრომი და კვლევა მიეძღვნა ამას, რა მოცემულობით დაიწყო ინდოეთმა დამოუკიდებლობა, ხო? 1947 წელს და ადარებენ ხოლმე მაგალითად 1700 წელს, როგორი იყო ეკონომიკური მდგომარეობა. ეს იყო რა თქმა უნდა მაშინ აგრარული ეკონომიკა, მაგრამ საბანკო საკრედიტო სისტემა განვითარებული ჰქონდა და ასევე საწარმო ბაზა ჰქონდა საკმაოდ განვითარებული. და ეს მაგალითი მოყავთ, რომ მაშინ 1700 წელს სადღაც, როდესაც ბრიტანელები გამოჩნდნენ ასპარეზზე, ინდოეთის ეკონომიკა მსოფლიო მუშიპოს 24.4% შეადგენდა. მაშინ, როდესაც ევროპის შედარებისთვის იმ დროს 23%. და მერე ადარებენ უკვე 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მისი მუშიპო მსოფლიოს ეკონომიკის სადღაც 4%-მდე შეადგენდა. და რა მოხდა აქ? და ეს არის მთავარი იდეაში ტრამვა ინდოეთისთვის, რამაც განსაზღვრა შემდგომი, როგორც საგარეო, ისე ეკონომიკის პოლიტიკაც, ხო, ნეჰრუს. მთავარი იყო ერთ-ერთი რატომაც ესე ეს მოხდა მიზეზად ასახლებენ დეინდუსტრიალიზაციას, ხო? ინდოეთს ჰქონდა ეს თავდაპირველად, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა განვითარებული ინდუსტრია, აი ამ საწარმო ბაზისის შედეგად დანადგარები, დაზგები და ტექსტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი იყო იმ დროინდელ მსოფლიოში, მაგრამ ეს ბრიტანელების გამოჩენასთან ერთად ბრიტანეთში ხდება ინდუსტრიალიზაცია, ბუნებრივია და ბრიტანეთს სჭირდება ინდოეთისგან არა იმპორტი ტექსტილის მზა, არამედ ნედლეულის შესაბამისად ნედლეულის ასე ვთქვათ იმ წყაროდ მოინიშნება ინდოეთი და უკვე მანჩესტერში აი ამ ინდოეთიდან გაზიდული ბამბით მანჩესტერში წარმოებული ქსოვილების ექსპორტი ხდება უკან ინდოეთში, ხო? ეს სხვათა შორის დღესაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდოეთის ეკონომიკისთვის, რომ ის არის მოსახლეობა არის ძალიან დიდი, 1 მილიარდს არჭარბებს და შესაბამისად მომხმარებელია ბევრი და ბაზარია, ანუ მოხმარების ბაზარი დიდი, რაც დღესაც დიპლომატიური იარაღია ინდოეთისთვის, ხო? იმიტომ რომ ბევრს სურს ამ ბაზარზე გასვლა. მაშინაც ესე იყო და შესაბამისად ეს დეინდუსტრიალიზაციას ჰქონდა ეს თავისი მიზეზები. და აქედან გამომდინარე, ალბათ აი ეს ამან განსაზღვრა ინდოეთის შემდგომი ეკონომიკის პოლიტიკა დამოუკიდებლობის შემდგომ. ეს იყო ერთი მხრივ ინდოეთი ცდილობდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და მეორე მხრივ სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლას. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ინდოეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობა თითქმის, ანუ ძალიან არც მჭიდრო კი არა, ძალიან ნელთბილი იყო. და ეს უფრო ღრმავდება შემდგომში 50 სტალინის სიკვდილის შემდეგ. ინდოეთისთვის აი ხა უპირველესი მნიშვნელობის გახდათ ის, რომ მას ქონოდა კონტროლი და ის არ ყოფილიყო დამოკიდებული რომელიმე დიდ ძალაზე. ამ პერიოდში ეს იყო მისთვის პრიორიტეტული. შესაბამისად ის აკეთებს რას? პირველ რიგში ის აბამს ერთადერთი ალიანსი, ვისთანაც ინდოეთი ერთვება ხოლმე, არის თანასწორების ალიანსი, ხო? ის დიდ ძალასთან ალიანსში ხო, ეს იყო მიუმხრობელი მოძრაობა 60-იან წლებში, 50-იან წლებიდან 55 წელს იყო ბანდუნგის კონფერენცია, სადაც შეიკრიბნენ, მაგრამ მანამდე სხვათა შორის 1927 წელია 20-იან წლებში ბრიუსელში იკრიბებიან ეს კოლონიზირებული ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც მერე უკვე 20-30 წლის მერე მოიპოვეს დამოუკიდებლობა, იგივე სუკარნო, ნეჰრუ და ესენი სხვათა შორის სპონსორი ამ შეხვედრის იყო ალბერტ ეინშტეინი. და ამ წარმომადგენლობით შეხვედრაზე სხვათა შორის პირველად გაჟღერდა მესამე სამყარო, ერთ-ერთი პირველი იყო, როცა გაჟღერდა და ისინი საუბრობდნენ აი ამ ერთობაზე და ალიანსზე. მაგრამ მაშინ ნეჰრუ ამბობს, რომ ეს არის ერთობა უძალო ქვეყნების.
რომელსაც არ აქვს ძალა აი ამ გლობალურ წესრიგში. და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე 50-იან წლებში ხდება ამ ურთიერთობების გაღრმავება. მეორე, რასაც ის აკეთებს და შესაბამისად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ყოფილ კოლონიებთან, ხო, 60-იან წლებში ეს იყო საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტი გლობალურ ეკონომიკაში. მეორე, რასაც ინდოეთი აკეთებს, არის ის ძალიან ფრთხილად უყურებს უცხოურ კაპიტალს. 1991 წლამდე ყოველ შემთხვევაში სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და სანამ ინდოეთი გახსნიდა, ასე ვთქვათ, ბაზარს ძალიან ფრთხილად უყურებს უცხოურ კაპიტალს და მისთვის უცხოური კაპიტალი არის ის, რაც უნდა აკონტროლო მკაცრად და აქვს წინაპირობები. ამ წინაპირობებს სხვათა შორის 91 წლამდეც ბევრი მისი მოკავშირე არ იცავს, მაგრამ ნახავთ მე რა არის დათმობებზე მიდის ინდოეთი. პირველი ეს იყო ის, რომ ინდოეთისთვის მნიშვნელოვანი იყო უცხოური კაპიტალის ინტერესი უნდა ემსახურებოდეს მისი აზრით, ნეხრუს აზრით, ეროვნულ ინტერესებს, ადგილობრივ ინტერესებს და შესაბამისად ამიტომ სახელმწიფომ უნდა გასცეს ნება თუ არის შესაბამისი რეგულაციები და ერთ-ერთი წინაპირობა უცხოური ინვესტიციებისთვის ის იყო ის, რომ მათ აუცილებლად, მათ შორის საბჭოთა კავშირს, როდესაც 60-იან წლებში იწყებს ჭიდრო თანამშრომლობას, აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ რამდენადაც შეიძლება ადგილობრივი რესურსი, ადგილობრივი დანადგარების ასე აღჭურვილობაში ადგილობრივი მასალები და უნდა გადაემზადებინათ ადგილობრივი პერსონალი ან მოემზადებინათ ადგილობრივი კადრები და მაქსიმალურად უნდა ჩაენაცვლებინა ადგილობრივ კადრებს უცხოელი ექსპერტები. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, მაგრამ შემდგომში ვნახეთ, რომ საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მაგალითად ეს ფოლადის დიდი, ხო, ეს ცნობილია პროექტი, ხო, ქარხანა, რომელიც გაიხსნა. ეს პირობები არ სრულდებოდა დიდ დროს საბჭოთა კავშირიდან აკეთებდა ექსპორტს, მათ შორის დანადგარების და ასე შემდეგ. ინდოეთი მაინც თვალს ხუჭავდა ამაზე იქიდან გამომდინარე, რომ ინდოეთისთვის მნიშვნელოვანი იყო სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც საბჭოთა კავშირი 60-იან წლებიდან და 70-იან წლებში განსაკუთრებით აქტიურად უწევდა ინდოეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ როგორც ჩანს, ხო, რაღაც დათმობაზე მიდიოდა. ეს ახლა რაღაც ძირითადი კონტურებია ალბათ კოლონიური გამოცდილების შემდგომ უმალ, ანუ ინდოეთი როგორ ორიენტირდა აი ამ გლობალურ სამყაროში, ხო? ცდილობდა ერთი მხრივ რაღაც თავისი გეგმით წაიყვანა ეკონომიკა, რომ ყოფილიყო ნაკლებად დამოკიდებული დიდ ძალებზე და მეორე მხრივ აღრმავებდა კავშირებს სხვა ყოფილ კოლონიზირებულ ქვეყნებთან და უფრო მეტად თანასწორებთან. კი ბატონო. საინტერესოა ეს ეკონომიკური გამოცდილება, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ინდოეთს გვერდში ყავს ჩინეთი, რომელიც არის დღესდღეობით ეკონომიკური, ანუ მსოფლიო წარმოების ცენტრი არის. რამდენად პრობლემურია ეს ინდოეთისთვის, როგორც ეკონომიკური ძალისთვის, თუ ის, რომ ჩინეთს გარკვეული როლი აქვს მსოფლიოში და განსაკუთრებით დღეს, როდესაც პრაქტიკულად გლობალური სისტემიდან ამერიკელები ცდილობენ, რომ ცოტა წარმოება ჩინეთიდან გადმოიტანონ თავისთან, ყველა სახელმწიფო პრაქტიკულად ცდილობს, რომ წარმოება თავისთან გააკეთოს, ან ჩინეთს მოაცილოს შესაძლო დაპირისპირების შიშის გამო, ეს არის გარკვეული პლუსი ინდოეთისთვის და ისინი იყენებენ თუ არა ამ გეოგრაფიულ სიახლოვეს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან წარმოებელთან, ასე ვთქვათ. დიახ, ნუ ახლა გადმოვინაცვლებთ დღევანდელობაში, ხო? მაშინ თუმცა არა მხოლოდ დღევანდელობაში, წარსულშიც ჩინეთთან მიმართება, მაგალითად რუსეთის ან დასავლეთის განსაზღვრავდა მათ შორის ინდოეთის ორიენტაციას, როგორ მანევრირებდა ის ამ სამყაროში, მაგრამ დღესაც ინდოეთისთვის სხვათა შორის სახარბიელო აღმოჩნდა ჩინეთის ფაქტორი იმ გაგებით, რომ და ალბათ შეიძლება ითქვას, რომ იყენებს, იმიტომ რომ ძალიან დათმობა და ძალიან გაღრმავდა მაგალითად ევროკავშირისა და ინდოეთის შორის ურთიერთობა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ნუ ეს ერთია ჩინეთის ფაქტორი და მეორე აქ როლი შეასრულა აშშ-ის ფაქტორმა, იმიტომ რომ უფრო როგორც იცით, აშშ და ინდოეთს შორის გაცივდა ურთიერთობები, თუ რბილად შეიძლება ასე ვთქვათ, მათ შორის ევროპაც ეძებს სხვა მოკავშირეებს, მათ შორის ჩინეთის ალტერნატივას და ამ მხრივ ეს სახარბიელო აღმოჩნდა ინდოეთისთვის და ახლა ზუსტად იანვარში მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება
დაწესებულებას ევროკავშირთან. ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი არის ინდოეთისთვის ევროკავშირი, თუმცა ევროკავშირისთვის არ არის ინდოეთი ერთადერთი, რა თქმა უნდა, და ევროკავშირში ყველაზე მეტად სავაჭრობა აქვს მათ შორის გერმანიასთან და გერმანიასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაც ბოლო 1 წლის განმავლობაში შეინიშნება ეს განსაკუთრებით. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ინდოეთსა და დასავლეთზე, აქ უნდა გამოიყოს ეს ორი, ინდოეთი და ევროკავშირი და ინდოეთი და აშშ. ეხლა რაც შეეხება აშშ-ს, აქ სიტუაცია ბევრად უფრო რთულად არის, ხო? აშშ-ის შემთხვევაში, სხვათა შორის, როდესაც აშშ-ს და დასავლეთსა და ჩინეთს შორის, მაგალითად 70-იანი წლების დასაწყისი იყო მგონი, როდესაც უფრო თბება ურთიერთობა, ინდოეთი უფრო საბჭოთა კავშირისკენ ინაცვლებს, მაგრამ ინდოეთის ინერციის მიზეზი ისიც არის, რომ აშშ ძირითადად პაკისტანის მოკავშირეა ხოლმე თავიდანვე, ხო? მხარდამჭერია და ეს პაკისტანის ფაქტორი ყოველთვის ინდოეთისთვის გამსაზღვრელია, იმიტომ რომ ეს არის მისთვის მყისიერი საფრთხე და ყოველთვის ცდილობს მისი სამხედრო ძალაც, აი ამ ძირითადად სახმელეთო იმაზე, ხო, საზღვრების დაცვაზე ორიენტირებული, ერთი მხრივ პაკისტანის და მეორე მხრივ ჩინეთის საზღვრის დაცვაზე. და შესაბამისად აშშ-სთან ურთიერთობა ყოველთვის ისეთი იყო ორგვაროვანი, აშშ და საბჭოთა კავშირი ცდილობდნენ ცივი ომის დროს ინდოეთთან, ასე ვთქვათ, კონკურენციაში შედიოდნენ ერთმანეთთან. შეიძლება ითქვას, რომ აშშ უფრო მეტ ფულსაც დებდა ინდოეთში, მაგალითად აი 1955 წლიდან, როდესაც განსაკუთრებით გაიხსნა ურთიერთობა, ხო, საბჭოთა კავშირსა და ინდოეთს შორის, როდესაც ნეჰრუ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში, პირიქით ხრუშოვი წავიდა იმაში ინდოეთში და ამ დროს საბჭოთა კავშირმაც დაიწყო სახალხო დიპლომატია ინდოეთში. ამ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ეს ეხებოდა არა მხოლოდ სამხედრო და შეიარაღებას, არა მხოლოდ მათ შორის სახელმძღვანელოების ექსპორტი ხდებოდა და ინდოეთს დასჭირდა, იმიტომ რომ ნეჰრუს არ აწყობდა ძალიან ესეთი კომუნისტების, იმიტომ რომ მისი ოპონენტები იყვნენ და ოპოზიცია იყვნენ, შესაბამისად კომუნისტური პარტიების გაძლიერება არ აწყობდა, შესაბამისად ცენზურაც მოუწიათ აი ამ სახელმძღვანელოების. ასევე იყო მაგალითად წითელი ჯვარი გამოიყენებოდა ძალიან საინტერესოდ აი ამ სხვადასხვა ქვეყნების მიერ პროპაგანდის იარაღად თავისი სიძლიერის და ვთქვათ საბჭოთა კავშირი უპირისპირებდა ფილანტროპიას, აი ამ ჰუმანიტარიზმის და სოციალისტური განვითარების იდეას და მოკლედ აი ეს რაღაც ცივი ომის და კონკურენციის ეპოქა და ამ ეპოქაშიც ჩვენ ვხედავთ აშშ-სთან ურთიერთობა მუდმივად ჰქონდა ინდოეთს, მაგრამ განისაზღვრებოდა აი აშშ-ს და პაკისტანს შორის რამდენად დათბებოდა ან galღვებოდა ურთიერთობა. ბოლო წლებში, როგორც იცით, აი ხო ბოლოს განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ პაკისტანი კიდევ უფრო ახლოს ასე ვთქვათ, ახლო ურთიერთობები გაუჩნდა ჩინეთთან და დაუახლოვდა ჩინეთს აშშ-ზე უფრო მეტადაც, ხო, განსაკუთრებით იმრან ხანის პერიოდში 2010-იან წლებში, ახლა ციხეშია იმრან ხანი, მაგრამ ეს კვლავ გრძელდება, ხო, ეს დაახლოების პოლიტიკა. ამ პერიოდში ინდოეთისთვის ეს აღმოჩნდა შანსი, რომ უფრო მეტად გაეღრმავებინა ურთიერთობები აშშ-სთან. ერთი ეს და მეორე ფაქტორი ის არის, რომ ტრამპის ფაქტორი, ანუ იდეოლოგიურად, არ ვიცი, მმართველი პარტიისთვის უფრო მიმზიდველი და მოსაწონი იყო და ახლო შესაბამისად როდესაც პირველად ტრამპმა გაიმარჯვა ინდოეთის მმართველი პარტიის BJP-ის, ანუ სახალხო პარტიის ამომრჩევლები აღნიშნავდნენ ამ გამარჯვებას. მე შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მეორე არჩევისას მოდიმ თითქმის მიიღო წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, შეიძლება ითქვას, ინდორ დიასპორასთან აშშ-ში და ძალიან იმედიანად უყურებდნენ აშშ-ში ტრამპის მოსვლას. და სხვათა შორის ინაგურაციის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო მოდი ჩავიდა თებერვალში 2025 წლის, მაგრამ მოდის ჩასვლიდან ძალიან მალე, ანუ ეს იყო ალბათ ყველაზე ისე მომენტი, როდესაც ყველაზე ახლოს იყო აშშ და ინდოეთი ერთმანეთთან, როდესაც შეიძლებოდა ეს ურთიერთობები გამხდარიყო კიდევ უფრო ღრმა. მაგრამ მოხდა ისე, რომ რამდენიმე კვირაში უკვე თებერვლის ბოლოსვე აშშ-დან თუ გახსოვთ, იყო დეპორტაციები მიგრანტების და მათ შორის სამხედრო თვითმფრინავით ინდოელი მიგრანტებიც გაუშვეს ინდოეთში. და შემდგომ მოხდა, შეიძლება ძალიან შორს მივდივარ უკვე, მაგრამ შემდგომ მოხდა კონფლიქტი, ხო, ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაზაფხულზე. და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, იმიტომ რომ ინდოეთისთვის ყოველთვის
პეჰლგამში იყო ეს კონფლიქტი, კაშმირს უკავშირდება კონფლიქტი და კაშმირთან დაკავშირებული მოვლენები ინდოეთისთვის ყოველთვის შიდა საკითხად განიხილება და არასოდეს არ მოსწონ მთელი ეს ისტორიულად მთელი ეს წლები, როდესაც გარე რომელიმე ძალა ცდილობს თუნდაც მის მოგვარებას, იმიტომ რომ ეს აღიქმება სუფთა შიდა ტერიტორიულ საკითხად და არა ქვეყანათა შორის, თუნდაც იმიტომ რომ თulis რომ კაშმირი არის მისი ტერიტორიული მთლიანობის ნაწილი. შესაბამისად, როდესაც ეს კონფლიქტი მოხდა და ტრამპმა გამოაცხადა თუ გახსოვთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, ეს და პაკისტანმა მადლობა გადაუხადა, მაგრამ ინდოეთისგან არანაირი ხმა არ ისმოდა. ნუ ეს ამან გამოიწვია პაკისტანის ტრამპის განაწყენება, მაგრამ ინდოეთისთვის ეს არ იყო მოსაწონი, იმიტომ რომ საკუთარ ამომრჩეველსაც აი მათი სტრატეგიული პოლიტიკის წინააღმდეგ იყო ეს ყველაფერი. რეალურად იყო ამერიკა ჩართული ამ მოლაპარაკებებში, თუ ეს იყო რაღაც წინაპირობა იმისი, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც მაგალითად ორივე მხარეს არ აწყობდა და არ უნდოდა რომ შორს წასულიყო, მიზეზად გამოიყენეს ტრამპი როგორც დასრულების საბაბი. დიახ, ესეც სავარაუდოა, იმიტომ რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის არაერთხელ მომხდარა ესეთი და მოკლევადიანი იყო ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ხოლმე ეს კონფლიქტები, მათ შორის ჩინეთთანაც ჰქონდა ინდოეთს ბოლოს 2020 წელს იყო მემკვარი ხო ლადაქში საზღვართან და ხო ეხლა რო დაუბრუნდეთ ჩინეთს ამ კონტექსტში ჩინეთის ფაქტორი ერთი მხრივ რომ შევაჯამოთ სახარბიელო ინდოეთისთვის იმ გაგებით რომ ამან და აშშ-ის ფაქტორმა ხელი შეუწყო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და ეს მნიშვნელოვანია ინდოეთისთვის, იმიტომ რომ ის ცდილობს ყოველთვის დივერსიფიკაციას, შეიძლება ითქვა, სხვადასხვა ძალებთან, მოკლედ პარტნიორობა, ალიანსში არ შედით, მაგრამ პარტნიორობას ცდილობს, ხო, ყველა ძალასთან ვალდებულებების გარეშე. ხო? ეხლა რაც შეეხება ჩინეთს, ხო? მაგალითად, შაშანი იყო ხო ზაფხულში უკვე. მალევე აი ამ კონფლიქტის შემდეგ ჩინეთში იყო შანხაის ორგანიზაციის სამიტი. და იქ იყვნენ პუტინიც ჩასული იყო, პაკისტანის ლიდერებიც ჩასული იყვნენ და ინდოეთისთვის ეს შანხაის, ასე ვთქვათ, სამიტი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა თავისი ამომრჩევლებისთვის, მათ შორის მოდის, რომ ის კვლავ აქტუალურია, იმიტომ რომ თუ გახსოვთ, ტრამპმა ინდოეთს უწოდა მკვდარი ეკონომიკა, დაასანქცირა, იმიტომ რომ რუსეთთან ნავთობის ტარიფებზე არის აქ ტარიფებზე იყო, დიახ, 50%-იანი ტარიფების დაწესებას უპირებდა და ნავთობის გამო ხო, რუსეთთან ვაჭრობის გამო, თუმცა ინდურ, თქვათ, მედიაში და ინდოელი პოლიტიკოსები აღშფოთებული იყვნენ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ამბობენ, რომ რუსეთთან ვაჭრობს ასევე უფრო მეტ შეისყიდის თურქეთიც და ჩინეთიც და რატომ ჩვენ, ხო? თან და აი ამ ყველა ეს შეელახათ მოკლედ სიამაყე მოდის განსაკუთრებით, იმიტომ რომ მას პრეტენზია აქვს და მათ შორის მის საგარეო მინისტრ, როდესაც დავოსის სამიტზე ასე შემდეგ გამოდიან, რომ ჩვენ ვართ ხმა გლობალური სამხრეთის და ერთ-ერთი ცენტრი, მას აქვს პრეტენზია, რომ არის ცენტრი, რომელიც აღжღერებს გლობალური სამხრეთის ინტერესებს საერთაშორისო პლატფორმაზე. და აი ამ კონტექსტში, როდესაც იყო შეხვედრა აი ამ ჩინეთში ინდოეთს მჭირდებოდა ახსნა განმარტება საკუთარი ამომრჩევლისთვის პაკისტანთან და ჩინეთთან ერთად აი ამ სამიტში მონაწილეობაზე და თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე. ნუ ერთი მხრივ ეს იყო კარგი მისთვის რომ აჩვენა რომ ის კვლავ აქტუალური ძალაა, ტროიკის ნაწილია, თითქოს ამისი და აფექტური პოლიტიკაც იყო აქ ჩართული რომ ტრამპს აჩვენა რომ აი მე აქ ვარ და სხვა სურვილის ობიექტი ჩაანაცვლა სხვა ვთქვათ მოკავშირეებით, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო ინდოეთისთვის წარმატება ის რომ აი ამ სამიტის დეკლარაცია რომელიც საერთოდ ბოლოს შეიმუშავეს იქ მოხდა ტერორიზმის საკითხი. რაც არის საკითხი რომელშიც მათ დაგმეს მათ შორის პეჰლგამის აი ეს შეტევა მოკლედ. ეს იყო ამით ინდოეთმა მოახერხა რომ საკუთარ ამომრჩეველს საკუთარ უთხრა რომ მე კი მივიღე მონაწილეობაში ამ ყველაფერში, მაგრამ პაკისტანი და მათ შორის პაკისტანი და ეს კონფლიქტი მათ სწორი სახელი დაერქვა. იმიტომ რომ ეს იყო პრობლემა იქიდან გამომდინარე რომ ჩინეთი წლების განმავლობაში ერიდებოდა ხოლმე პაკისტანთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო გაეროში უშიშროების საბჭოში ინდოეთის მიერ, როდესაც ინდოეთს ხშირად წარადგენს ხოლმე ტერორისტების სიას, ასე შემდეგ ჩინეთი ყოველთვის ფრთხილობს მხარდაჭერას. და აი ახლა დეკლარაციაში ის რომ მოხდა ეს ტერორიზმის საკითხი იყო დიდი გამარჯვება ინდოეთისთვის, ყოველ შემთხვევაში ესე წარმოჩინდა.
შესაბამისად, ხო, ეს დაახლოებით დღევანდელი სიტუაცია, რომ შევაჯამოთ, ეს როგორ განსაზღვრავს, მათ შორის ჩინეთი და პაკისტანის ორიენტაცია და გეოპოლიტიკური ალიანსები ხოლმე ინდოეთი საით გადაიხრება. კი, ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვისაუბრეთ კოლონიურ შთამომავლობაზე, ვისაუბრეთ იმ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რა გეოპოლიტიკურ სიტუაციაშიც არის და ნაწილობრივ შევეხეთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ დიპლომატიას. ინდოეთი წარმოაჩენს საკუთარ თავს როგორც გლობალური სამხრეთის სპიკერად, ასე ვთქვათ. რამდენად აქვს რეალურად ეს პოზიცია, რამდენად არის ინდოეთი აღიარებული როგორც გლობალური სამხრეთის ლიდერი, თუ ამ მიმართულებით რეალურად ეცილება რომელიმე სხვა ქვეყანა და ზოგადად დიპლომატიური თვალსაზრისით რამდენად აქვს მას სტრატეგიული ავტონომია, რამდენად არის დამოკიდებული მის მეზობლებზე, ჩინეთზე და პაკისტანზე და მათ საგარეო პოლიტიკაზე ის გადაწყვეტილებები, რასაც ინდოეთი შიგნით იღებს და რამდენად აქვს იმ თავის გარშემო დიპლომატიური დამოუკიდებლობის გატარების უფლება და შესაძლებლობა. დიახ, ინდოეთს რამდენად აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შესაძლებლობა და იმის შესაძლებლობა იყოს ასე ვთქვათ გლობალური სამხრეთის ხმის გამჟღერებელი, ხო? პირველ რიგში ალბათ დავიწყოთ უშუალოდ რეგიონით, სამხრეთ აზიით, ხო? სამხრეთ აზიაში ყოველ შემთხვევაში მათ შორის ხო ცივი ომი და მოყოლებული, ინდოეთს ყოველთვის მოწინავე ადგილი ეკავა და იდეაში ნეპალსა და ბანგლადეში განსაკუთრებით დიდ გავლენა ჰქონდა მათ პოლიტიკაზე. ყოველ შემთხვევაში ბოლო წლამდე ესე იყო. ხო, ბოლო წლებში აი ამ რევოლუციების შედეგად იცვლება სცენარი და ხა არ ვიცით როგორ დაალაგდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინდოეთს დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რა ხდება ნეპალსა და ბანგლადეში. თუმცა ნეპალში ინდოეთს ეცილება ჩინეთი. დიდწილად, ხო? ეს ამ ორი ქვეყნის ინტერესი განსაკუთრებით იკვეთება ნეპალში ალბათ კიდევ უფრო მეტად ვიდრე პაკისტანში, იმიტომ რომ პაკისტანში ინდოეთს არ აქვს ინტერესი, უბრალოდ კონკურენტია, მეტოქეა პაკისტანი. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ინდოეთის სტრატეგიულ ავტონომიურობას და რამდენად რეალისტურია, ხო? ეს ინდოეთის სტრატეგიული ავტონომიურობა იდეაში არ არის ახალი და აქაც ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეს 50-იანი წლებიდან მოყოლებული მიუმხრობლობაც იყო სტრატეგიული ავტონომიურობა, მაგრამ განსხვავება რა არის? მაშინ მიუმხრობლობა ნიშნავდა, რომ არც ერთ დიდ ძალასთან არ უნდა აღმოჩნდე, არც ერთ ძალასთან ალიანსში, ხო? მაგრამ სხვათა შორის 60-იანი წლებიდან უკვე ინდოეთს მოუწია თავის მართლება, იმიტომ რომ ის უფრო მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული საბჭოთა კავშირთან, თავის რეგიონში მოუწია თავის მართლება, რომ ის მიუმხრობელია, იმიტომ რომ ეს ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ და ის ძირითადად მაგალითად ინდირა განდი ამბობდა, რომ თავარი არის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღო და ინტერესი ქვეყნის და ამ შემთხვევაში ინტერესში არის საბჭოთა კავშირთან მოკლედ ვაჭრობა და იქ მთელი პერიპეტიები იყო ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ეხლა რაც შეეხება დღევანდელობას და სტრატეგიულ ავტონომიურობას, ეს ერთი შეხედვით არის მთავარი გზავნილი ინდოეთის აი ამ საერთაშორისო პლატფორმებზე, როდესაც გამოდის და მათ შორის საკუთარ აუდიტორიას, როდესაც ესაუბრება ამ საკუთარ ამომრჩეველს. ეს ერთი მხრივ, როდესაც შიდა პოლიტიკაზე მიდგება საქმე, ეს ემსახურება გარკვეულწილად შიდა, თქვა და იქ არის დემოკრატია არის დიდ კრიზისში, ხო, 2016 წლიდან განსაკუთრებით. ამ კრიზისის შედეგად არის რეპრესიები, უამრავი ადამიანია ციხეში, ჟურნალისტი, აქტივისტი, ასე შემდეგ, პოლიტიკური ლიდერი და ერთი მხრივ ემსახურება აი ამ პოლიტიკური რეპრესიების და ეკონომიკური ჩავარდნების ალბათ გადაფარვასაც ის რომ მე მაქვს ეს დიადი ამბიცია სხვათა შორის რომ დავიკავო, ვიყო არა ინდოეთს კი არ ჭირდება რომ ალიანსი, იმიტომ რომ ვინმეს მფარველობა აღმოუჩინოს მას, არამედ ინდოეთს უნდა რომ თვითონ იყოს მხარე ერთ-ერთი და ამ მხრივ ინდოეთი თავის თავს განიხილავს არა ახალგაზრდა სახელმწიფოდ, არამედ როგორც ძველ ცივილიზაციად და ინდოეთიც და ჩინეთიც სხვათა შორის აი ამ პოლუსით თუ ამ იმით რომ ცდილობენ გლობალური სამხრეთის ხმა იყონ, ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიბრუნონ, უბრალოდ კუთვნილი ადგილი, ცივილიზაციური ადგილი აი ამ გლობალურ წესრიგში. მაგრამ რაც შეეხება გარე ნაწილს, საგარეო პოლიტიკის ნაწილს, ასევე უნდა ითქვას ალბათ, რას გულისხმობს ეს მულტიპოლარულობა, ხო, ალბათ ესეც უნდა ახსნათ, იმიტომ რომ ეს მულტიპოლარულობა
იმის მიხედვით მულტიპოლუსიანობა შეიძლება ესე ვთქვათ, იმის მიხედვით თუ ვინ საუბრობს ამაზე, რეალისტური სკოლის წარმომადგენელი, დუგინი, დეკოლონიური კემპისტი მემარცხენე თუ არ ვიცი, განსხვავდება, ხო? ყველა სხვადასხვა რამეს გულისხმობს. ალბათ აქ უნდა და ეს მნიშვნელოვანია გავმარტოთ იმისთვის, რომ გავიგოთ ეს ინდოეთის შემდგომში სტრატეგია საგარეო პოლიტიკის. მულტიპოლარულობაზე, როდესაც საუბრობთ, თუ კი ვთქვათ, ეს მეინსტრიმული გაგებით, ეს არის ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და შესაბამისად ისინი იბრძვიან ამ თავისი ინტერესისთვის და კონკურენციაში არიან და შესაბამისად მსოფლიო ისტორია ეს არის აი ამ დიდი ძალების კონკურენციის ისტორია და ის უზრუნველყოფს ძალთა ბალანსს, რომელმაც უნდა აგვარიდოს ომებისგან, ხო? და მათ შორის იგივე, ვთქვათ, არის კრიტიკაც, ხო, იგივე სკოლის ფარგლებში ამისი, რომ ეს არასტაბილური შეიძლება იყოს, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ალიანსები მცვალებადია და შეცდომების რისკიც მაღალია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ერთი ხედვა, ხო? ესე მოკლედ რო შევაჯამოთ, როგორც დიდი ძალების მიერ გადანაწილებული სამყარო და რაღაც ტიპის ძალთა ბალანსი, რომელიც თავიდან აგვაცილებს დიდ ომებს. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ასევე დუგინისეული, ხო, ხედვა მულტიპოლარულობის, როდესაც სუბიექტი არის არა სახელმწიფო, არამედ ცივილიზაცია. ნუ ეს რაღაც გაგებით გავს ჰანტინგტონის რომ ცივი ომის შემდგომ უკვე არა იდეოლოგიები, არამედ ცივილიზაციები, ხო, სხვა ტიპის ჯახი იქნება ცივილიზაციებს შორის. მაგრამ დუგინისთვის ეს ცივილიზაციური ჯახი, შესაბამისად, მთავარი მეტოქე და მტერი ეს არის ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები და შესაბამისად იზოლაციონიზმი არის აქედან გამოსავალი. და ნუ რა თქმა უნდა ყველა იმ ღირებულებას, რომელიც არის სინამდვილეში ზოგად საკაცობრიო, რაც არის თანასწორობა თუ სამართლიანობა, ის მონიშნავს როგორც დასავლურ ღირებულობას, ხო, კონკრეტულ გეოგრაფიად მიაკუთვნებს და ის შესაბამისად აი ესე წარმოადგენს დასავლური ღირებულები და დანარჩენი სამყარო გლობალური სამყარო. სხვათა შორის ეს გამომრჩა და რადგან აი ამის კონცეპტუალიზების საკითხს ვეხებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს აი ამ შანხაის სამიტის დროს როგორ მოიხსენიებდნენ აი ამ ქვეყნის ლიდერები, მათ შორის პუტინი, აი ამ თავიანთ სახელმწიფოებს და საინტერესო იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ, რომ ეს ჩვენ ვერთიანდებით ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ და გლობალურ სამხრეთის გაერთიანებაზე იყო საუბარი, მაგრამ პუტინი ამბობდა, რომ როდესაც მოდი შეხვდა, როგორ უნდა გააღრმავონ ალიანსი გლობალურ აღმოსავლეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის. ანუ ამით პუტინმა რუსეთი მონიშნა გლობალურ აღმოსავლეთად და ეს გლობალური აღმოსავლეთი თავის მხრივ არის ტერმინი მარტინ მიულერი ასეთი მგონი შვეიცარიაში ასწავლის, მან მოიფიქრა ეს ტერმინი იმისთვის, რომ გამოერჩია, თუ კი არის გლობალური ჩრდილოეთი, გლობალური სამხრეთი, ის ქვეყნები, მაგალითად პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებიც არც ერთ არ მიეკუთვნებიან. მაგრამ ამ განმარტებას თავის მხრივ მეთოდოლოგიური პრობლემა ის ჰქონდა კვლავ, რომ ის ერთ სიბრტყეზე ათავსებდა გლობალურ აღმოსავლეთში, მაგალითად რუსეთს და იმ ქვეყნებს, რომლებიც წარსულში მისი კოლონიები იყვნენ, ხო, ჯერ კიდე цаრისტული რუსეთიდან მოყოლებული და უთანასწორო იყვნენ ძალაუფლების მხრივ. ნუ ერთი მხრივ ნიუანსირებული პოზიცია დაიცვა იმით, რომ გლობალური სამხრეთისგან გამოარჩია, მაგრამ კვლავ მოხდა გაერთგვაროვნება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის. და აი ამ კონტექსტში ხო პუტინმა მონიშნა თავი გლობალურ აღმოსავლეთად და ესეთ ალიანსად და რომელიც უპირისპირდება დასავლეთს. მეორე მხრივ არის მემარცხენე, ოღონდ კემპისტური ნაწილის ინტერპრეტაცია, რომელიც რაღაც მხრივ ამ პირველ ორთან ახლოსა იმ გაგებით, რომ ისინიც მოიაზრებენ სამყაროს როგორც გავლენის სფეროებად და მithვლიან, რომ დიდი სახელმწიფოები განსაზღვრავენ იდეაში პოლიტიკას და შესაბამისად მათი პრობლემა ჩემთვის პირადად ხო ისე არის ჩემთვის ის არის რომ ისინი უგულებენ ყოფილ ხოლმე პატარა პერიფერიული სახელმწიფოების მოქმედების უნარს იმის შესაძლებლობას რომ მიუხედავად იმისა თუ რა მოცემულობა გაქვს იმის მიხედვით თუ რომელ გავლენის სფეროში აღმოჩნდი, გაქვს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ შენ არჩევანი გქონდეს, ხო? და ეს არჩევანის უფლებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. და ხშირად კემპისტები მოცემულობად მიიჩნევენ ხოლმე, თუ შენ მოგნიშნეს, ვთქვათ, რუსეთის გავლენის სფეროში ან აშშ-ს ან შემდეგ შენ ეს რაღაც ბედის წერაა და უცვლელია და თითქოს თუ კი ხარ პერიფერიული ქვეყანა, შენ აუცილებლად მარიონეტი ხარ და არ გაქვს შენი უნარი, რომ
გაექცე ამ მოცემულობას რაღაცნაირად, ხო? ინდოეთიც შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის ცდილობს თავი აირიდოს, აი ამ თავი აარიდოს დიდ ალიანსებს, იმიტომ რომ არ მოექცეს არც ერთი გავლენის სფეროს ქვეშ, ხო? მას არ სურს არასოდეს რომ იყოს უმცროსი პარტნიორი, ხო? ამიტომ ეს ალიანსები, ის არის ერთი მხრივ ინდოეთი, მაგალითად აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი ქვად არის ეს უსაფრთხოების სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გულისხმობს ინდოეთის ოკეანესა და წყნარ ოკეანეში პარტნიორობას. მაგრამ სხვა მხრივ ხო ეს აი პარტნიორობა კი, მაგრამ როდესაც ეხება ბლოკებს, ის არის ძირითადად მასავით ეკონომიკური განვითარების იგივე საფეხურზე დაახლოებით მყოფ ქვეყნებთან, ხო? თუნდაც ეს ბრიქსი იქნება თუ შანხაის ორგანიზაცია. რაც შეეხება ხა კიდევ სტრატეგიულ განვითარებას, ერთი განმასხვავებელი ალბათ ადრეული პოლიტიკისგან, სტრატეგიულ ავტონომიას ადრეული პოლიტიკისგან არის ის, რომ მიუმხრობლობის ნაცვლად ახლა ინდოეთი ცდილობს ყველასთან თანამშრომლობას და პარტნიორობას და მათ შორის დივერსიფიკაციას, მათ შორის ახლა ნავთობს რაც შეეხება, რადგან ვახსენეთ, ხო? სხვათა შორის ნავთობს უკრაინაში ომამდე 2022 წლამდე რუსეთისგან საერთოდ 1% ნაკლები იყო იმპორტი ნავთობის და ომის შემდგომ რუსეთმა შეღავათებით შესთავაზა და დიდი მოგებაც, დაზოგა დიდი თანხა ინდოეთმა საკმაოდ, აი ამ შეთავაზების შედეგად და 40%-მდე გახდა იმპორტის, ხო, ინდოეთისთვის, მაგრამ რუსეთი მაინც არ არის მთავარი, ხო? ამ შემთხვევაში. ეხლა ირანში მიმდინარე მოვლენებმაც, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინეს ინდოეთზე, თუმცა ინდოეთი მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მე არ შემხედრია ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინდოეთიას აქვს მჭიდრო კავშირი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მათ შორის სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით ისრაელთან და მოკავშირეა ისრაელის შესაძლოა, მაგრამ მეორე მხრივ ირანთანაც ნავთობითაც მიუხედავად იმისა, რომ ირანი იყო დასანქცირებული ის ნავთობით ვაჭრობდა და ხო, მოკლედ, ინდოეთს ერთი მხრივ იმისთვის, რომ ყოველთვის ცდილობს, რომ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, აი ასეთი რყევებისგან როგორ დაიცვას თავი ცდილობს, ამისთვის მას ჰქონდა სარეზერვო, ვთქვათ, რესურსებიც ნავთობის, მაგრამ მოკლე რყევებისთვისა ეს გათვლილი და არა რამდენიმე თვიანი და რამდენიმე კვირიანი რყევებისთვის და ხო, რომ შევაჯამოთ, ალბათ მისი სტრატეგიული ავტონომიურობა, ეს არის მცდელობა, რომ იყოს ერთი მხრივ დამოუკიდებელი თავისი პოლიტიკის განსაზღვრაში და იყოს მეტნაკლებად თავიდან აირიდოს დიდი რყევები ეკონომიკური, იმიტომ რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მის ასე ვთქვათ შიდა დინამიკაზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაზე და მესამე მხრივ ის ცდილობს თავის ამორჩევლის წინაშე, აი ამ სტრატეგიული ავტონომიურობის ხაზით წარმოჩინდეს როგორც ლიდერი გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში, ვინაიდან ის ფიქრობს, რომ ჯერ კიდე ვერ შეძლებს დაიმკვიდროს იგივე ადგილი, ვთქვათ, გლობალურ წესრიგში, როგორც დიდ სახელმწიფოებს აქვს დღევანდელ მოცემულობაში. კი ბატონო, აი ძალიან საინტერესო რაღაცა ვახსენეთ ახლა ისრაელთან და ირანთან ურთიერთობებს და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ირანს და ისეთ ქვეყანას, რომელიც ყველასთან კარგადაა ან არავისთან კარგად არ არის, ანუ რაღაცა მხრივ. ერთი პერიოდი, რა თქმა უნდა, ცივი ომის პერიოდში შეიძლება ეს სტრატეგია ირანისთვის ამართლებდა, იმიტომ რომ ორი პოლუსი იყო და ამ ორ პოლუსის დაბალანსებით იყო დაკავებული ძირითადად, მაგრამ მულტიპოლარულ სამყაროს რასაც ვეძახით და იმ კონტურებს რაც იკვეთება, აი ეხლა ირანის მაგალითზე რო ვთქვათ რა, ისრაელთან აქვს სამხედრო ტექნოლოგიური ურთიერთობები, ირანთან აქვს ნავთობის ურთიერთობები და რამდენად მიზანშეწონილი ამ თანამედროვე турბულენტურ სამყაროში ის საგარეო პოლიტიკა, რაც ირანსა, ინდოეთს აქვს არჩეული, ერთის მხრივ და მეორედ რამდენად წაადგება მას იმ მიზნის მიღწევაში, რომ მან ლიდერის როლი მოიპოვოს გლობალური სამხრეთის ქვეყნების გლობალური სამხრეთის მიმართულებით. დიახ, მესმის. ხო, აი აქ ალბათ ერთი რამ კიდევ უნდა დავუსუსტოთ, რომ მრავალპოლუსიანობაზე, როდესაც საუბრობთ, მრავალპოლუსიანობაში კი, ბატონო, როგორც ესე, რაც მიმოვიხილეთ ჩვენ, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ქვეყანა თუ სახელმწიფო იქცეს ანგარიშგასაწევ
თავდაცვის უნარიან და გლობალურ წესრიგზე გავლენის მომხდენ ძალად, ხო? მაგრამ ეს ასევე სამწუხაროდ და ხშირად მეინსტრიმული ინტერპრეტაციით ასევე გულისხმობს, რომ უბრალოდ იყო ერთ-ერთი ძალა ისე რომ არ შეცვალო თამაშის წესები, ხო? ზოგიერთი ამას უწოდებს დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, ამას ეძახის მულტიპოლარულ იმპერიალიზმს, ხო? ან ავტორიტარული ქვეყნების მულტიპოლარულობას, რაც გვაქვს. მაშინ როდესაც არის, მე ვახსენე კემპისტი მემარცხენე მიდგომა, მაგრამ მეორე პოსტკოლონიური და მემარცხენე სხვა მიდგომაც, რომელიც მიიჩნევს, რომ მულტიპოლარულობა მნიშვნელოვანია, ოღონდ მულტიპოლარულობა ისეთი, რომელიც გულისხმობს გლობალური ძალაუფლების დემოკრატიზაციას, დეცენტრალიზაციას და ამ ძალაუფლების გაფანტვას. ხო, როდესაც სამართლიანობისთვის ეს არ იარსებებენ სახელმწიფოები და მეტნაკლებად თანასწორ სახელმწიფოებს შორის იქნება ეს ძალაუფლება გადანაწილება. ეს კიდე სხვა ხედვა, ხო, მულტიპოლარულობის. ძალიან კარგი ხედვაა. და აი ამ კონტექსტში, როდესაც ინდოეთს, ასე ვთქვათ, ვუყურებთ, აქ უნდა დავსვათ კითხვა, მას სურს. ყოველ შემთხვევაში, ინდოეთის მიზანი იყო მულტიპოლარული სახელმწიფო, მათ შორის მიუმხრობლობის დროსაც, ხო, 60-იან წლებში, მაგრამ ეს მიზანი მაშინ იყო სწორედ აი ეს პოსტკოლონიური, რაც მე ვახსენე, თანასწორ სახელმწიფოთა შორის დემოკრატიზაცია, ხო, გლობალური ძალაუფლების. მაგრამ დღეს ეს არ არის ასე, ხო? დღეს ინდოეთს სურს, რომ იყოს ერთ-ერთი ავტორიტარულ ძალებს შორის. ხო? და არა ის თანასწორი დემოკრატიული, ვთქვათ, გაფანტული ძალაუფლება. შესაბამისად, ამ ხრივ გასათვალისწინებელია ის, რაც თქვენ ამბობთ და ის კრიტერიუმები ალბათ მიეყენება ინდოეთს, იმიტომ რომ ის სწორედ ისეთი მულტიპოლარული სამყაროსთვის ისწრაფვის, სადაც ძლიერი სახელმწიფოებია და არა ემანსიპატორული გაგებით მულტიპოლარულობა. ჯერჯერობით ანუ რასაც არ ვიცი მე ვუსმენ ინდოეთის საგარეო ვთქვათ ამ მინისტრის განცხადებები და ასე შემდეგ მათთვის ისინი მიიჩნევენ რომ აი ეს დივერსიფიკაციის სტრატეგია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირიქით ახლა ირანთან ომის შემდგომ აი მთელი აჟიოტაჟი იყო იმაზე რომ ჩვენ კიდევ უნდა გავაღრმავოთ ბრიქსთან და ამ ქვეყნებთან ურთიერთობა იმისთვის რომ ინდოეთისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მათ შორის ფასების სტაბილურობა ადგილობრივ ბაზარზე ნუ აშშ-თანაც რატო გაუმწვავდა ურთიერთობა ხო ინდოეთში მაგალითად აშშ სრდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი ინდოეთში, მაგრამ ინდოეთში ფერმერები წარმოადგენენ საკმაოდ ხმამაღალ და მნიშვნელოვან სეგმენტს ამორჩევლების, ხო? იმიტომ კი არა რომ მოდის ძალიან აღელვებს მათი ბედი, მაგრამ მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა, შესაბამისად ფერმერებს ეს დააზიანებდა ესეთი დიდი ტიპის და დაურეგულირებელი იმპორტი, სწორედ ამიტომ იყო თავიდან წინააღმდეგი მოდი. და ეხლაც ირანში ომთან კავშირში ნავთობის რადგან გაძვირდა, ეს ძალიან აისახა ინდოეთის ეკონომიკაზე, გაძვირდა ტრანსპორტის ხარჯი, გაიძვირდა შესაბამისად პირველადი მოხმარების საგნებზე და სურსათზე ფასები და ამის, აი როგორც თქვი, ეს რეზერვო რესურსი რაც აქვს მთის, აი ამ გამოქვაბულებში რამდენიმე მხოლოდ დღის 10 დღემდე შეუძლია, რომ დააბალანსოს და არ გააძვიროს ფასები, მაგრამ ვერ ახერხებს, არ არის გრძელვადაზე გათვლილი, ხო? აი ამ გრძელვადიან რყევებზე და სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ აი ეხა რა სტრატეგიაზეც ისინი მსჯელობდნენ, არის ის, რომ პირიქით უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ რომელიმე ერთ ქვეყანაზე თუნდაც ეკონომიკურად დამოკიდებული და შეგვეძლოს მანევრირება და აი სხვადასხვა პარტნიორების ძიებაში არიან მუდმივად. კი, გასაგებია. საინტერესოა თვითონ შემდეგ თემაზე რო გადავიდეთ, ეს არის შიდა პოლიტიკური სიძლიერე და ინდოეთს ხშირად ეძახიან მსოფლიოში ყველაზე დიდ დემოკრატიას. რამდენად არის დღეს ეს სწორი შეფასება ინდოეთის პოლიტიკური სისტემის? თუ შეგვიძლია ორი სიტყვით ავღწეროთ ის პოლიტიკური სისტემა, რომელიც ინდოეთში არის დღეს. ინდოეთში დემოკრატიულობის ხარისხად შეეხება, ინდოეთი არის ფედერალური სისტემა, ხო, არის შტატები, ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა, ერთი პალატა აირჩევა პირდაპირ და შესაბამისად ამ სხვადასხვა შტატში სხვადასხვა პარტია არის, ხო, ხელისუფლებაში და ეს გარკვეულწილად მაინც წარმოადგენს ბერკეტს ინდოეთის დემოკრატიისთვის იმ გაგებით, რომ სიცოცხლის უნარიანს ხდის ეს მრავალფეროვნება და ძალაუფლების ესეთი გადანაწილება. მიუხედავად ამისა, ინდოეთის დემოკრატია კრიზისში იყო ხშირად, განსაკუთრებით პირველად კრიზისში აღმოჩნდა ალბათ
ინდირა განდის დროს ეს იყო დიდი კრიზისი, როდესაც 19 თვის განმავლობაში ინდირა განდიმ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და დაიჭირა უამრავი სტუდენტი პროკაში, აქტივისტი და ასე პოლიტიკური ლიდერი, ეს იყო პირველი დარტყმა ინდოეთის დემოკრატიაზე. სხვათა შორის მიზეზი რა იყო? ეს დიდი უკვე წინააღმდეგობა იყო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი მართავდა კონგრესი ამ დროს ინდოეთს და მას წინ უსწრებდა რამდენიმე პერიოდი, ეს პერიოდი იყო მაგალითად ნაქსალიტების აჯანყებას უწოდებენ 1967 წელს მოხდა და გაგრძელდა შემდეგ ეტაპზე და ხდება ესეთი რამე. მოკლედ 60-იან წლებში ერთი მხრივ არის კონფლიქტი ჯერ ჩინეთთან, მერე პაკისტანთან, შემდგომში ხდება ეს შიდა აჯანყება და თან ინდოეთი ახორციელებს გეგმიურ ეკონომიკას, ხო? მას სჭირდება ეს რეგულაციები, მაგრამ თან მას სჭირდება ეკონომიკური ზრდა და ის ცდილობს უკვე აი ამ ნაქსალიტების რეგიონებში, ეს არის სადაც ტომები ცხოვრობენ, სხვადასხვა ტომები, იქ სამთო მომპოვებლურ სამუშაოები მიმდინარეობს, დიდი ჰესების მშენებლობის წამოწყება სურს ასე შემდეგ და ამას დიდი წინააღმდეგობა ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ამას მოყვა აჯანყება, იმიტომ იმ გაგებით, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ ინდოეთში კომუნისტური ძალებიც იყო ორად გაყოფილი, ერთი იყო პროსაბჭოთა და მეორე პროჩინური და სხვათა შორის პროსაბჭოთა კომუნისტური პარტია ამართლებდა ინდირა განდის პოლიტიკას, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ესეთი ეკონომიკური დაგეგმარების პოლიტიკა მოითხოვდა გარკვეულწილ დათმობებს დემოკრატიის თვალსაზრისით და მეორე, აი ვინც განსაკუთრებით აჯანყებული ფრთა იყო, ხო, ბევრჯერ გაიხლიჩა და გაიღო ეს კომუნისტური პარტია და უამრავი სხვადასხვა სახელწოდებით რამდენჯერაც უთანხმოება იყო, იმდენი ახალი პარტია წარმოიქმნებოდა. შესაბამისად არის ასეთი მათ შორის მაოისტური მიმდინარეობა, რომლებიც იყვნენ სათავეში აი ამ 60-იანი 70-იანი წლების და შემდგომ მთელი სხვათა შორის 2000-იანი წლები, 2010-იანი წლები ისინი იყვნენ აქტიური და კონგრესის მთავარი ოპონენტები იყვნენ კონგრესის პარტიის. თუმცა ეხლა რომ გადმოვიდეთ თანამედროვეობაში, კონგრესის პარტიის პირობებში, რა თქმა უნდა, მაშინაც იყო უფლებადარღვევები, მაშინაც იყო აი ეს დიდი წინააღმდეგობა მათ შორის, განსაკუთრებით მთავარი ყოველთვის ეს ხდება აი ამ რეგიონებში, ტომებით დასახლებულ რეგიონებში, რომლებიც უძალიანდებიან აი ამ მაკრო განვითარების პროექტებს, რომელიც არ ითვალისწინებს მათ, ასე ვთქვათ, ინტერესებს, მათ და ისინი არ არიან ამ პროცესში ჩართული ხოლმე გადაწყვეტილების მიღებისას და მოხდა ის, რომ მოდის გამარჯვებისთანავე, ხო, 2016 წლიდან კიდევ უფრო იზღუდება, ხო, უფლებრივად ჟურნალისტს კლავენ, მაგალითად გოური ლანკეშ, სტუდენტი აქტივისტები, რომლებიც სტუდენტები იყვნენ იმ დროს, დღემდე ციხეში არიან. და ის ახორციელებს ძალიან სწრაფ, ვთქვათ, ცვლილებებს და რეფორმებს, მათ შორის კანონმდებლობაში, უნივერსიტეტები არის დარტყმის ქვეშ, მოქალაქეობის შესახებ კანონი იცვლება, კაშმირზე აძლიერებს სხვაგვარად კონტროლს, ხო, უფრო მეტად ძალის საშუალებით და ეს რეპრესიები ბევრად უფრო მასობრივია, ბევრად უფრო კონტროლი ისეთ ტერიტორიებზე და ისეთ სივრცეებზე მოახერხა და ემყარებინა, რომლებიც ყველაზე მეტად მოიაზრებოდნენ ხოლმე პროტესტის კერად ხოლმე მანამდე მთელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, ეხლანდელი სიტუაცია პოლიტიკურად ძალიან რთულია და ბევრად უფრო ჩაკეტილია. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ახერხებს ალიანსს და ფაქტიურად შევნახეთ წინათ როგორ გაერთიანდა ყველა, ანუ კონგრესის პარტიის გარშემო გაერთიანდა მათ შორის მისი წინა მანამდე მთავარი ოპონენტები და მეტოქეები, ვინც მათ შორის კონგრესის პარტიამ დააპატიმრა და ვისაც ებრძოდა. ყველანი გაერთიანდნენ ამ მმართველი პარტიის BJP-ის, ანუ სახალხო პარტიის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ვერ მოახერხეს გამარჯვება, ხო, წინა არჩევნებში, იმიტომ რომ მოდის ზურგს უმაგრებს, ასევე ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესები, მდიდარი ფენის ინდოეთში, იმიტომ რომ ინდოეთში კი არის რიგით მეხუთე, ხო, ეკონომიკა, მაგრამ არის ძალიან დიდი უთანასწორობა შემოსავლების თვალსაზრისით. მდიდარ და ღარიბ
მოსახლეობას შორის შემოსავლების თვალსაზრისით სხვაობა იმაზე დიდია, ვიდრე ეს იყო მაგალითად ბრიტანეთის მმართველობის დროს 1930-იან წლებში ეს სხვაობა და ჩვენ ხედავთ, რომ 1% ფლობს მთელი ინდოეთის სიმდიდრის 40%-ს, მაშინ როდესაც მოსახლეობის აი ყველაზე დაბალი 50% ქვედა საზღვრიდან რო შევხედოთ, მისი შემოსავალი არის შემოსავლების 15% მოდის აი ამ 50%-ზე. ასე რომ არის ძალიან დიდი უთანასწორობა, მაგრამ აი ამ ვინც არის ხო, შეიძლება ვთქვათ 1%-ად მოვნიშნოთ ეს რამდენიმე ხო, ბირლა, ამბანი, ეს დიდი კორპორაციები, ოლიგარქები, დიდი ინტერესების მქონე, მათთვის მოდის ნაირი ხელისუფლება არის უფრო სახარბიელო, იმიტომ რომ მოდი, როდესაც ჯერ კიდე ის სანამ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა ხო 2000-იანი წლების დასაწყისში იყო გუჯარატში, შტატის ხელმძღვანელი და ამ დროს მოდისთან ურთიერთობა ეს გუჯარათი იყო ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტი აი სხვაგვარი განვითარების იმ გაგებით რომ მარტივად ხდებოდა მარტივი აი ერთ თუნდაც ავტორიტარული იყოს იმ ლიდერს მოელაპარაკო ვიდრე კოალიციებში გაფანტულ ძალაუფლებაში ეძიო მოკავშირეები აი ამ დიდი ბიზნესებისთვის და მათთვის ზურგს უმაგრებს მოკლედ მოდის ის თითქმის ყველა მედია აი ამ დიდი კაპიტალის ხელშია და შესაბამისად ძალიან კიდევ უფრო ძლევამოსილია მოდი და მისი ძალაუფლება დღეს ვიდრე ის იყო მაშინ როდესაც ის პირველად მოვიდა 2016 წელს და კიდევ უფრო რთულია მისი დამარცხება მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ითქვას რომ აი ბოლო არჩევნების დროს ოპოზიციამ მართლა თავის თავს გადააჭარბა მოქმედებით იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე შეეძლო ყოფილიყო მაგრამ რთულია მოკლედ მოდის დამარცხება. აქვე ხო შეიძლება ისიც უნდა ითქვას, რომ მას დიდი იდეოლოგიური საფუძველიც აქვს, ხო? აი ეს 1925 წელს დაარსდა ორგანიზაცია, სახელწოდებით RSS-ი, რომლის პოლიტიკურ ფრთასაც წარმოადგენს დღევანდელი მმართველი პარტია. და აი 1925 წლიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი, ეს ორგანიზაცია თვითონ არ არის პოლიტიკური პარტია, მას აქვს სხვადასხვა ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც 4ჯერ იყო სხვათა შორის ეს RSS-ი აკრძალული ამის მიუხედავად მოახერხეს და დღეს ხელისუფლებაში არიან და ერთ-ერთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ფრთა აქვთ, ხო, მილიონზე მეტი წევრით და ამ ხრივ ძალიან უიმედოდ არის, თქვათ, ინდოეთში დემოკრატიის ბედი და თქვათ ოპოზიცია თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტორებისთვის ძალიან სამწუხარო ვითარება დღეს აი ამ ძალაუფლების კონსოლიდაციის თვალსაზრისით. კი, საინტერესოა. თვითონ ეს დემოკრატიული სისტემა, რომელიც რა თქმა უნდა საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ მე როგორც წამიკითხავს ამ თემაზე, მოდის ხშირად უჭირს, რომ პროგრესირება, ანუ ეკონომიკის თვალსაზრისით არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ რომ პარლამენტში, კონგრესში რთული არის კოალიციის შეკრა, რაც რა თქმა უნდა აფერხებს ინდოეთის ეკონომიკურ განვითარებას და წინააღმდეგობაში მოდის მის ამბიციებთან, რომ იგი იყოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ძალა. ჩინეთთან რომ შევადაროთ, ჩინეთის კომუნისტური პარტია რო გადაწყვეტს რაღაცას, ადამიანების ჯანმრთელობის ფასად შეუძლია მას ეკონომიკური ზრდა 12%-მდე აწიოს, რომ დაეწიოს მოწინავე ქვეყნებს. ამერიკას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფორა ჰქონდა წლების განმავლობაში უზარმაზარი სისტემა ჩამოაყალიბეს და როგორც კი ადამიანის უფლებებამდე მივიდა ეს პრობლემა, შემდეგ გაიტანეს ეს ქარხნები, რაც აბინძურებს გარემოს, რაც პრობლემებს ქმნის და უკვე იმპორტზე გარეთ აწარმოებდნენ შემოჰქონდათ და ამით დოლარი თავისო, პეტროდოლარი და ასე შემდეგ თავისთავად ხელს უწყობს. ინდოეთს რა პერკეტები აქვს იმისთვის, რომ იმ ქვეყნებს, რომელსაც აი ესეთი ტიპის ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს, შეიძლება ხო ძალიან არახუმანური იყოს ეს ფაქტი, მაგრამ თუ ინდოეთს აქვს იმის ამბიცია, რომ იყოს ერთ-ერთი პოლუსი და ერთ-ერთი გლობალური ძალა, მაშინ მას ეკონომიკური ზურგიც უნდა ქონდეს, თავის შესაძლებლობები უნდა ქონდეს და იმ პოლიტიკური დაძაბულობების ფონზე, რაც დღეს არის ინდოეთში და რაზეც ახლა ნაწილობრივ ვისაუბრეთ, რამდენად რეალურია, რომ ინდოეთმა ამოქაჩოს ეს ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პრობლემები, რაც მას აქვს დღესდღეობით.
დიახ, ანუ ინდოეთი პირველ რიგში ცდილობს, რომ ნაკლებად იყოს იმპორტზე დამოკიდებული, ეს არ მათ შორის იარაღის კუთხით ხო, ცდილობს, რომ თავისი თვითონ აწარმოოს და ცოდნა მიიღოს ტექნოლოგიური პირიქით და ამ მხრივ, თქვათ, ისრაელი ეხმარება ერთი მხრივ, მეორე მხრივ 2023 წელს, როგორც მახსოვს, ევროკავშირთანაც აქვთ გარკვეული შეთანხმება სავაჭრო და მათ შორის ტექნოლოგიურ ინფორმაციის გაცვლის შესახებ. მათ შორის ეს გამომრჩა სხვათა შორის, რაც შეეხება ეკონომიკას, როგორც ცდილობენ ჩინეთის ალტერნატიული გზების, ვთქვათ, არხების გაჭრას და მათ შორის ერთ-ერთი იყო ეს რომელიც აკავშირებს ინდოეთს და ევროკავშირს ერთმანეთთან და ამ მხრივ არის კავკასიაც გახდა ინდოეთისთვის საინტერესო 2022 წლიდან დაიწყეს მათ შორის ვიზიტები სომხეთშიც საქართველოშიც იყვნენ და აზერბაიჯანშიც კი ცდილობენ მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანი ყოველთვის შედარებით მტრულ სახელმწიფოდ მოინიშნებოდა იმიტომ რომ აზერბაიჯანის და პაკისტანი თურქეთი ალიანსის გამო სხვათა შორის პაკისტანი დიდი ხნის განმავლობაში მე მგონი რამდენი სულ ახლახანს აღიარა სომხეთი არ აღიარებდა და სახელმწიფოდ. იმიტომ რომ აზერბაიჯანი აღიარებდა, მაგრამ პაკისტანი არ აღიარებდა. და ეს დინამიკა, ანუ რომ ძალიან თვალსაჩინოა იმისა, როგორ გავლენას ახდენს სხვა საგარეო ურთიერთობებზე. შესაბამისად, ინდოეთი მათ შორის დაინტერესდა კავკასიით, იმიტომ რომ ეს ახალი შეთანხმების მიხედვით რა ეს გზა შესაძლებლობას აძლევს ინდოეთს, რომ სხვადასხვა სარკინიგზო და გზით და პორტების საშუალებით უფრო მარტივად დაუკავშირდეს ევროკავშირის ქვეყნებს, მათ შორის კავკასიის განვლითეს და შესაბამისად დაინტერესებული არიან ძალიან ანალიზისას, აი ამ სხვათა შორის აზერბაიჯანის, სომხეთის აი ამ ახალი გზითაც, აქედანაც ხო შეიძლება და ასე შემდეგ. სხვათა შორის სომხეთთანაც უფრო გააღრმავა ინდოეთმა ეგ საგულისხმო 2000 ბოლო 2 წელია, სხვათა შორის სომხეთი მანამდე თუ რუსეთიდან შეისყიდიდა იარაღს, ახლა ინდოეთიდან. იმახსოვს რომ სომხეთმა მოაწერა ხელი, ეს პროტესტის ნიშნად შეიძლება ითქვას აზერბაიჯანთან ომის შემდეგ ინდოეთთან მოაწერეს ხელი, რომ შეესყიდოს საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იყო საუბარი თუ არ ვცდები. ხო, მე მგონი ეს ხო არ ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი რომ ეგ შეთანხმება აქვთ. ეხლა რაც შეეხება უფრო ხო აი დაჩქარებას, რა თქმა უნდა, ახლა ოპოზიციურ ნაწილში ინდოეთში უფრო მეტად ორიენტირებული არიან იმისკენ, რომ არა უბრალოდ ზრდა ეკონომიკური, არამედ როგორ იყოს ეს ეკონომიკური და სამართლიანად გადანაწილებული მოსახლეობაზე. მეორე მხრივ, მიუხედავად ამ რეპრესიებისა, ინდოეთში მაინც მძლავრია სახალხო პროტესტი და წინააღმდეგობა, როდესაც რაღაც უშუალოდ შეეხებათ, 2019 წელს იყო ფერმერთა დიდი პროტესტი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ინდოეთმა მოახერხა ამის მეტნაკლებად ხელისუფლებამ უბრალოდ მასთან გამკლავება, წელს უკვე ნახეთ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკების დროს მათთვის იგივე ფერმერები იყვნენ ანგარიშგასაწევი ძალა. შესაბამისად, აი ამ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს ინდოეთში მათ შორის პროკავშირებსაც აქვთ დიდი ძალა. მიუხედავად ამისა, ინდოეთი უნდა ითქვას, რომ ძალიან დარწმუნებულია თავის, ასე ვთქვათ, თავისი ძალაუფლების ინდოეთის ხელისუფლება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს ეს მოდი თუ წინა ხელისუფლება, მიუხედავად პროტესტებისა, პროტესტების შესდეგად ისინი მიდიან ხოლმე დათმობაზე, მაგრამ როგორი მილიონიანი და როგორი მრავალრიცხოვანი პროტესტიც არ უნდა იყოს, ისინი მათთვის ეს პროტესტი არასოდეს საფრთხეს არ წარმოადგენს და აი მაგალითად, როდესაც თუნდაც ბანგლადეშში ან ნეპალში ახლა იყო ეს რევოლუციური ტალღები, ინდოეთისთვის ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ეს საფრთხე არასოდეს არ გვემუქრება, იმიტომ რომ იციან რაღაც ტიპის ტაქტიკა აქვს და სხვათა შორის, როდესაც ამაზე მსჯელობდნენ, ჩემთვის ის იყო უცნაური ინდოეთის ტელევიზიით, როდესაც ვჯელობდნენ, რომ რატო არ იქნება იგივე, რატო არ უნდა ველოდოთ იგივე რევოლუციას ინდოეთში, მათ გაიხსენეს შევარნაძის მაგალითი და 9 აპრილი, ანუ თურმე მაშინ 9 აპრილის შემდგომ პერიოდში შეხვდნენ შევარნაძე და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს და მაშინ ავღანეთის გამო ძალიან ხშირი იყო საბჭოთა კავშირსა და ინდოეთის შორის შეხვედრები რაჯივ განდის ხელისუფლების დროს და ერთ-ერთ შეხვედრის დროს 9 აპრილის შემდგომი წლებია როგორც ჩანს და ეს მოგონებებს ეყრდნობოდა ეს როდესაც საუბრობდა მაშინ აი კითხა თურმე
შევანაძემ, რომ აი ჩვენ თუნდაც საბჭოთა კავშირმა როგორ ვერ გაუძლო მრავალრიცხოვან პროტესტს და 9 აპრილიც ესეთი ძალაუფლების შემარყეველი აღმოჩნდა მოსკოვისთვის და თქვენ როგორ ახერხებთ აი ესეთი დიდი პროტესტები გაქვთ და მაინც ძალაუფლებაში დარჩენას და მათ უთხრეს რომ ჩვენ ერთი მხრივ დათმობაზე მივდივართ ხოლმე და წელავთ ამ პროცესს და მეორე მხრივ გვაქვს წესრიგი და ეს სპეციალური სამსახური რაც არის და ასე შემდეგ და ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ეს მოგონება იყო რომელიც გაიხსენეს და ამ მხრივ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ინდოეთში შესაბამისად შეიძლება დამობრკოლებელი იყოს იმისა რომ ხელისუფლება ვერასოდეს ვერ განახორციელებს ესე მარტივად როგორც შეიძლება ჩინეთში და სხვა ერთპირო მიუხედავად იმისა რომ ესეც ავტორიტარული ხელისუფლებაა მას მაინც არსებობს დემოკრატიული ბერკეტები წინააღმდეგობა და ხალხი არის ანგარიშგასაწევი ძალა მიუხედავად ამ ყველაფრისა დღემდე კი ბატონო საინტერესოა ეხლა გადავიდეთ უკვე სამხედრო თემაზე ეხლა ინდოეთს აქვს ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აყავს გვერდში პაკისტანი მეორე მხარეს ყავს ჩინეთი არც ერთ დიდად გულზე არ ეხატება ინდოეთი და არც ერთს არ აქვს სურვილი რომ ინდოეთი გლობალური ძალა გახდეს და ჰქონდეს იმის საშუალება რომ მეზობლებთან არა თუ დაჩაგროს არამედ თუნდაც თანასწორი ურთიერთობები ჰქონდეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ ინდოეთს აქვს ურთიერთობები ისრაელთან სამხედრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით რუსეთის განყიდულობდა სხვადასხვა ტიპის იარაღს მათ შორის ავიამზიდებსაც ყიდულობდა რუსეთისგან რა ტიპის სამხედრო ძალას აშენებს ინდოეთი და რა შეჭირდება ეს ავიამზიდები იმიტომ რომ ინდოეთს არ აქვს გლობალურად ძალის პროექციის არც ამბიცია და არც შესაძლებლობა სამხედრო ბაზები სხვა კონტინენტზე როგორც მაგალითად ამერიკას შეიძლება ქონდეს ან რუსეთს შეიძლება ქონდეს არ აქვს შესაბამისად რა ტიპის სამხედრო ამბიცია აქვს და რა ჯარს აშენებს რა მიმართულებით ვითარდება მისი სამხედრო შესაძლებლობები დიახ, ეს საინტერესოა იმ გაგებით, რომ ალბათ, თქვენ სწორი მახული დასვით, რომ ეს უფრო არის თავდაცვითი, ხო? და იმის მიხედვით თუ მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანია ჯარი, ხო, მილიონზე მეტი, მისგან ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, მათ შორის სამხედრო დანახარჯებიც ერთ-ერთი მაღალია, ათეულში შედის, როგორც ვიცი, დანახარჯების თვალსაზრისით ინდოეთი, მაგრამ აი ამ მრავალრიცხოვნების მიუხედავად, ძირითადად ესე იგი ეს არის სახმელეთო და საჰაერო და არის საზღვაო ფლოტიც ყავს, მაგრამ საზღვაო ფლოტი უკვე სხვა რამ კრიტერიუმია იმ გაგებით, რომ ის უფრო მეტად უსაფრთხოების გარანტია სავაჭრო კუთხით ოკეანეში, ხო? მაგრამ რაც შეეხება აი ამ ხმელეთზე და საჰაერო ნაწილს აქ მრავალრიცხოვანია ჯარი, ტექნიკა აქვს ჯერ კიდე საბჭოთა დროინდელიც და შემდგომ რუსეთიდან, მაგრამ აკლია დიდ დანაკლისის გამოშთა ეხა ბოლოს თქვა პაკისტანთან კონფლიქტის დროს მათ შორის ისეთ ციფრულ ტექნოლოგიებში აქვს ხო დიდი ხარვეზები პაკისტანმა როგორც ჩანს მაშინ როგორც ვკითხულობდი ჩინეთიდან იაფი დრონები შეიძინა, რაც და ინდოეთს ამის შემდგომ დასჭირდა და დაიწყო უფრო მეტი ყურადღება მიექცია ამისთვის, ამხრივაც გარღვევა ჰქონდა და ასევე ერთი რაც მაშინ მესმოდა, იყო რომ კოორდინაციის დიდი პრობლემა იყო, ანუ დაგვიანებით მისდიოდათ ხოლმე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ ხო, აი და ეს კოორდინაციის პრობლემა ასევე საჰაერო და სახმელეთო ასე ნაწილებს შორის ასევე დიდი გამოწვევა ესეთ მოკლე ომში ხოლმე. შესაბამისად ინდოეთი რასაც ეხლა ცდილობს ორიენტირებულია თავისი სამხედრო ინდუსტრიის შექმნისთვის, რუსეთთანაც იმპორტის მიღმა ერთობლივი პროექტები აქვთ, ხო? ეს ბრაჰმო ჰქვია, მე მგონი, ერთობლივი პროექტები აქვთ და შესაბამისად ინფორმაციის და ტექნოლოგიის გაცვლასაც გულისხმობს და ბუმბაიშია, მე მგონი ამის. ასევე ბირთვული იარაღი აქვს, რა თქმა უნდა, ინდოეთს და ესეც გარკვეული წილად დიდი ბერკეტია მისთვის, ხო, გლობალურ არენაზე. და ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს იქ, სადაც დღეს ძალა ის რაც წარმართავს ამ სამყაროს.
სამხედრო თვალსაზრისით ერთი არის რომ ინდოეთს აქვს სამხედრო ძალა, მაგრამ მეორე არის ამ სამხედრო ძალის გამოყენება. ჩვენ ვნახეთ რუსეთმა ვერ აითვისა საბოლოოდ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები რა არის. ჩვენ ხედავთ რომ ისინი სამხედრო სწავლებებს აქტიურად ატარებენ, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება და სამხედრო სწავლების დროს გამოყენება ორი სხვადასხვა რაღაცა არის. შესაბამისად, ინდოეთიც მიუხედავად იმისა, რომ მას ყავს უზარმაზარი მოსახლეობა, ყავს საკმაოდ დიდი ჯარი, აქვს სამხედრო შესაძლებლობები, გარკვეულ დონეზე აქვს სამხედრო ინდუსტრიას განვითარებული, პაკისტანთან დაპირისპირება მაჩვენა რომ ეს არ არის საკმარისი და ამ ტექნოლოგიებს, ამ შესაძლებლობებს სჭირდება შესაბამისი მართვა და კონტროლი და განვითარება. არა მარტო ინდოეთ-პაკისტანის კონტექსტში, არამედ გლობალურ კონტექსტშიც შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორებიც დრონები არის, ძალიან შეცვალა ბრძოლის ველი და ეს რა თქმა უნდა პირველად გამოჩნდა უკრაინაში. ჩვენ ერთი ეპიზოდი გავაკეთეთ, სადაც ვისაუბრეთ თვითონ ამ ომის ტრანსფორმაციაზე ქვის ხანიდან პრაქტიკულად დღევანდელობამდე, მაგრამ დრონები არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი და დრონების ეფექტურად გამოყენება. ეს გამოჩნდა უკრაინის და რუსეთის დაპირისპირების დროს, განსაკუთრებით ობობის ქსელი, ოპერაცია ობობის ქსელი, რომლის დროსაც უკრაინელებმა დრონებით შეძლეს სტრატეგიული ავიაციის განადგურება, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის განადგურება და ეს ჩანს დღეს უკვე ამერიკა ირანის დაპირისპირებაში. რა თქმა უნდა, ილუზია იმის თქმა, რომ ირანმა შეძლო ამერიკის საჰაერო დომინაციის განადგურება, მაგრამ ირანული დრონები, როდესაც ანადგურებენ ამერიკულ ბაზებზე საჰაერო სისტემებს, ავაქსებს, სხვადასხვა თვითმფრინავებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე ომი ავტომატურად დრონების მეშვეობით ხდება. შეიძლება ითქვას, რომ დიდ ძალებს პატარა ძალებთან ათანაბრებს გარკვეულ წილად. იმიტომ რომ ამ დრონებით ხდება ძალიან სერიოზული დარტყმების მიყენება იმ დიდი ძალებისთვის, რომელსაც ძალიან ძვირად უჯდება ამ დრონების ასე ვთქვათ, ჩამოყრა და ამ დრონებზე დრონებთან გამკლავება, იმიტომ რომ თითო საჰაერო სისტემის თითო რაკეტა გაცილებით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თითო დრონი. შესაბამისად, ძალიან დიდი რესურსი მიდის უამრავი დრონის გაშვების შემთხვევაში თავის დაცვის მიმართულებით და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ინდოეთის ჭრილშიც დავინახოთ ეს, იმიტომ რომ გამოჩნდა პაკისტანთან დაპირისპირების პერიოდში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს აქვს ის სამხედრო შესაძლებლობები, მათ ამ სამხედრო შესაძლებლობების გამოყენების უნარი არ აქვს სათანადოდ დახვეწილი. პოტენციალი რა თქმა უნდა აქვს უდაოდ, მაგრამ ამ ეტაპზე აქვს თუ არა შესაძლებლობა, ეს ასე არ არის. და ვერ დავაბრალებთ ინდოეთს გლობალური სამხედრო ძალის ვერ გაუთანაბრებთ თანამედროვე გლობალურ სამხედრო ძალებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. მოდით რომ შევაჯამოთ თვითონ ინდოეთის შესაძლებლობები, როგორც გლობალური ძალის, ან პოტენციური გლობალური ძალის, არის მოსაზრებები, რა თქმა უნდა, ამერიკაზე არ არის ეჭვები. რუსეთი ჩამოქვეითებულია 91 წლიდან. საინტერესოა თვითონ გლობალურ დონეზე ინდოეთი სხვა ძალების მიერ აღიქმება თუ არა როგორც გლობალური ძალა, იმიტომ რომ აი რუსეთს რო შევადაროთ, ხო საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მიუხედავად ამ უზარმაზარი გეოპოლიტიკური პრობლემისა, რომელიც შეექმნა რუსეთს, მისი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა თავის თავს მაინც ზესახელმწიფოდ აღიქვამენ და იქცევიან როგორც ზესახელმწიფო, მაშინაც კი, როდესაც მას გლობალურად ზესახელმწიფოდ ძალიან ბევრი ქვეყანა არ აღიარებს. მაგალითად, დღესდღეობით განსაკუთრებით უკრაინაში შეჭრა მერე 2022 წლამდე უფრო იყო რეალისტური, რომ სახელმწიფოებს ეღიარებინათ, მაგრამ მას შემდეგ რაც მის სამეზობლოში ვერ ალაგებს რუსეთი შესაძლებლობებს, ის სრული ილუზიაა, რომ ვინმე თქვას, რომ ან ჩინეთს, ან ამერიკას რაიმე ტიპის სამხედრო დაპირისპირებაში დაამარცხებს. შესაბამისად, მისი ავტორიტეტი მაინც დგას ბირთვულ ძალაზე, მას აქვს უძლიერესი ბირთვული არსენალი, მაგრამ სხვა მიმართულებებით, ეკონომიკური იქნება ეს თუ სამხედრო იქნება, მას დიპლომატიური, მას არ აქვს შესაძლებლობები, რომ
იყოს ზესახელმწიფო. მიუხედავად ამისა, მისი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა მას აღიქვავს როგორც ზესახელმწიფოდ, იქცევა როგორც სახელმწიფო და ექმნება შესაბამისი პრობლემები, როგორც მაგალითად უკრაინაში შეექმნათ. ინდოეთში როგორ არის ეს? თვითონ მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა თავის თავს აღიქვავს თუ არა ზესახელმწიფოდ და საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით მისი მეზობლები ჩინეთი, პაკისტანი, რამდენად აღიქვამენ ინდოეთს და იპყრობიან ინდოეთს როგორც ზესახელმწიფოს. მოდით ალბათ პირველი განსხვავებით დავიწყოთ, როდესაც თქვათ რუსეთს თუ შევადარებთ, ხო? რუსეთის შემთხვევაში მაინც რუსეთი არის იმპერიული მემკვიდრე, ხო? ჯერ ცარისტული, შემდგომ საბჭოთა იმპერიის და სხვა არის მიუხედავად იმისა, რომ დაიშალა, სხვა არის იყო იმპერიის მემკვიდრე და სხვა არის იყო კოლონიზირებული ყოფილი კოლონია, ანუ პოსტკოლონიური სახელმწიფო, იმიტომ რომ სხვადასხვა ძალაუფლებრივი აქვს, თუ კი იმპერიის მემკვიდრე ცდილობს შეინარჩუნოს და აღადგინოს ის, რაც ჰქონდა მანამდე, პოსტკოლონიური სახელმწიფოს ამოცანები მაინც სხვა უფრო არის გადარჩეს და ადგილი დაემკვიდროს იმისთვის, რომ ისევ არ იქნეს, ასე ვთქვათ, არ ჩაყლაპოს დიდმა სახელმწიფომ, ხო? შესაბამისად მთელი სტრატეგია, ამის გარშემოა, ხო, ინდოეთის აშენებული შეკავების, აი ამ სხვადასხვა ძალების, მაგრამ ამავდროულად ყველასთან თანამშრომლობის. ხო, ის აშშ-თანაც, ევროკავშირთანაც ცდილობს მაქსიმალურად გააღრმავოს ურთიერთობები. და ისრაელთანაც, საუდის არაბეთთანაც და ირანთან, როგორც ხედავთ, არის სრული ეკლექტიკური, ანუ ყველასთან ცდილობს, რომ ჰქონდეს მჭიდრო კავშირი იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთთან უმცროსი პარტნიორი და ამით თან ცდილობს, რომ იყოს, ანუ ოდითგანვე ეგ მისწრაფება ჰქონდა, მათ შორის მიუმხრობლობის მოძრაობის დროს, რომ ყოფილიყო შესაბამისად აი ამ ნეიტრალიტეტით ერთგვარი სიტყვა ეთქმოდეს კონფლიქტების დროსაც და ასე შემდეგ. თუმცა, ვთქვათ, ვიეტნამის ომის შემდგომ, მე მგონი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როგორც მახსოვს, არ ჩართეს და ეს დიდი გულდაწყვეტის საგანი იყო ინდოეთისთვის, არ იღებდა ამაში მონაწილეობას და შესაბამისად ეჭქვეშ დადგა მისი მიუმხრობლობის სტატუსი. ეხლა რაც შეეხება დღეს როგორ აღიქვამს მოსახლეობა ამას, ერთი მხრივ აი ამ განსხვავების გამო, იმის მიუხედავად, შენ ხარ იმპერიის მემკვიდრე თუ კოლონიზირებული ქვეყანა, შენი თავდაჯერება განსხვავებულია, ხო? ეს თავისთავად ინდოეთზეც აისახება. მეორე მხრივ ინდოეთი და მათ შორის პოლიტიკოსები ინდოეთში, არა მხოლოდ მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ეკონომიკურად ის ბევრად ჩამორჩება მათ შორის ჩინეთს, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა, ანუ სამუშაო ძალა არის დიდი, ასევე აქვს უპირატესობა ის, რომ გასაღების ბაზარი არის დიდი და დიდწილად შეუძლია რომ არ იყოს დიდწილად ექსპორტზე დამოკიდებული, არამედ თავისი ბაზარი აქვს გასაღების, უპირატესობებიც აქვს, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებენ თავის ლიმიტებს. ეხლა რასაც ვუყურებ, მე ძირითადად აი ეს დიდ სახელმწიფო თუ დიდ სახელმწიფოზე მეტად ამბიცია აქვს, რომ იყოს უსაფრთხოდ რეგიონში ჩინეთისა და პაკისტანის მხრიდან, ანუ მისი მთელი მათ შორის საგარეო პოლიტიკა არის აი ამ უსაფრთხოების კუთხით აწყობილი მათ შორის, ხო? ვიწროთ, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. ერთი მხრივ ეს, მეორე მხრივ ის ცდილობს საკუთარ მოსახლეობას გაუჩინოს მოსაზრება, რომ თითქოს მნიშვნელოვანი აქტორია და აი ეს საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობით თუ ასე შემდეგ, ის აი ამ როლის მორგებას ნამდვილად ცდილობს და ნამდვილად სურს, რომ იყოს ერთ-ერთი მხარე აი ამ მრავალპოლუსიან სამყაროში, თუნდაც ეს იყოს ერთ-ერთი ავტორიტარული ძალა. რომ გავამყარო აი ეს ინდოეთის გლობალური სამხრეთის ხმატყოფნის ამბიცია, ანუ მათ შორის ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ის, რომ ის ცდილობს და ეხა ბოლო სამიტის დროსაც აი ეს განცხადება გააკეთა, ყოველთვის აკეთებენ განცხადებას, რომ გაერო უნდა გახდოს უფრო მეტად ინკლუზიური და უნდა შემოიყვანოს გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნები და თვითონ ითვლება, რომ აი ამის რომ მოძველებულია ის არქიტექტურა, როგორიც იყო გაერო და სხვათა შორის უშიშროების საბჭოშიც რატომაც საბჭოთა კავშირთან ეს მჭიდრო კავშირის საფუძველი ისიც იყო, რომ საბჭოთა კავშირი ყოველთვის იყო ხოლმე ქაშმირის საკითხზე მისი ზურგი და უშიშროების საბჭოში ჰქონდათ ხოლმე საბჭოთა კავშირის ხარდაჭერის იმედი. და ზოგადად ამ საკითხზე ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი აი ამ მჭიდრო კავშირის.
დიპლომატიური ძალაუფლების მიმართულებით ასევე ძალიან საინტერესოა, რომ ინდოეთი არ არის გაეროს მუდმივ მოქმედი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ მოქმედი წევრი. და ინდოეთს ეს ძალიან ინდოეთისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. იმიტომ რომ როდესაც ჩამოყალიბდა გაერო 1945 წელს ინდოეთი ჯერ კიდევ კოლონია იყო, შესაბამისად მას არ ჰქონდა შესაძლებლობა რომ ყოფილიყო სრულფასოვანი წევრი და როდესაც ჩამოყალიბდა, როდესაც შეიქმნა ინდოეთი 57-ში უკვე ძალიან რთული პროცედურები არის იმისთვის რომ ინდოეთმა მოიპოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედი წევრის სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ინდოელებიც განიხილავენ იმ ფაქტს, რომ თუ ინდოეთს აქვს გლობალური ძალის ამბიცია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ეს სტატუსი, იმიტომ რომ უნდა იჯდეს იმ უშიშროების საბჭოს მაგიდასთან, იმიტომ რომ არაერთხელ მოუთხოვიათ და ძალიან აგრესიულადაც მოუთხოვია ინდოეთს, რომ ეს პრივილეგია, ასე ვთქვათ, მისთვის მიენიჭებინათ, მაგრამ რა თქმა უნდა არის პრობლემები, აქ არის ჩინეთის პრობლემა, აქ არის პაკისტანის პრობლემა და პროცედურების პრობლემა გაეროში. იმისთვის რომ უშიშროების საბჭოში მოიპოვო ადგილი შესაბამისი პროცედურა 2/3 არის თუ არ ვცდები საჭირო იმისთვის ასამბლეის 2/3 ხმა არის საჭირო იმისთვის და ეს შემდეგ რატიფიცირებული უნდა იყოს თვითონ უშიშროების საბჭოს წევრების მიერ და რა თქმა უნდა იქ ჩინეთი ზის რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს მისი მეზობელი ინდოეთი გახდეს მუდმივ მოქმედი წევრი. რა თქმა უნდა ეს ჩინეთის მარტო ინდოეთის მიმართულებით არ შვება ამას, მაგალითად იაპონიის მიმართულებითაც არაერთხელ ყოფილა დაპირისპირება, რომ იაპონია გამხდარიყო თუ არა მუდმივ მოქმედი წევრი და ჩინეთი ბლოკავს მოკლედ ასე ვთქვათ ის გეოპოლიტიკური გარემოება, რომელშიც ინდოეთი არსებობს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებითაც მისთვის გამოწვევა და შესაბამისად ინდოელებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავისი მოსაზრება, რომ ეს არის მოძველებული ცივი ომის პერიოდის სისტემა. და შესაბამისად ყოველთვის ითხოვენ ადგილს ამ მაგიდასთან. ამიტომ ამ დიპლომატიური მიმართულებითაც ერთის მხრივ საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ინდოეთი გლობალური სამხრეთის მიმართულებით აკეთებს ფსონს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით მას ნამდვილად შესაძლებელია ჰქონდეს პოტენციალი, რომ გახდეს გლობალური სამხრეთის სახე წარმომადგენელი, მაგრამ ეგრეთ წოდებულ დიდ ბიჭებთან დაჯდომის საშუალება თვითონ დიდი ბიჭების მიერ არის დაბლოკილი და მათ არა აქვს სურვილი, რომ ინდოეთი ამ მიმართულებით მაინც გაითანაბრონ მაგიდასთან. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღემდე არის და თუ საუბრობთ იმაზე, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი გლობალური ძალის არის, რომ სხვა ძალები მას აღიარებენ, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ერთ-ერთი არგუმენტი იმის, რომ ერთის მხრივ არ აღიარებენ და მეორეს მხრივ ინდოეთს არ აქვს ბერკეტი იმისი, რომ დააძალოს სხვა ძალებს, რომ მისი ამბიციები და მისი შესაძლებლობები და პოტენციალი აღიარონ მინიმუმ ამ ორგანიზაციაში. და მოდით შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, საბოლოო დასკვნა გამოვიტანოთ. იმ ფაქტორებით, რაზეც ვისაუბრეთ, იმ გარემოებებით, რაზეც ვისაუბრეთ, ინდოეთის გარშემო შექმნილ სიტუაციიდან. რამდენად რეალისტურია, რომ დღევანდელ სიტუაციაში, დღევანდელ მოვლენებში, როდესაც გლობალურად ხდება გარკვეული ტიპის გადაადგილებები, რუსეთი ჩამოჩოჩდა, ჩინეთი დაწინაურდა, ამერიკა მერთის მხრივ ექსკლუზიური უფლება განაცხადა თავის ნახევარსფეროზე, მაგრამ მეორეს მხრივ ირანის ომში ერთვება და იმუქრება სხვადასხვა მიმართულებებით. რამდენად რეალურია, რომ ინდოეთი უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვევლინოს როგორც სრულფასოვანი გლობალური ძალა?
დიახ, მე პროგნოზი გამიჭირდება ალბათ. მაინც უფრო ისტორიკოსი ვარ, რომელიც წარსულში იყურება ვიდრე მომავალში. ხო, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები უფრო მომავლისკენ იყურებით. მაგრამ რაც შეიძლება ითქვას ეხლანდელი მოცემულობით, როდესაც ვუყურებთ ჩვენ ინდოეთს, თუნდაც ის განცხადებები ხა თქვენ რაც თქვით, რომ ინდოეთსაც არ აქვს, ხო? ყველა ის ბერკეტი, რომელიც გლობალურ წესრიგზე გავლენას მოახდენდა, თუნდაც უშიშროების საბჭოში და ასე შემდეგ, ანუ იმის რომ ინდოეთი ცდილობს უფრო ინკლუზიური გახდეს, თუნდაც ეს საერთაშორისო სამართლის სისტემა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობა გლობალური სამხრეთის ქვეყნების, ეს რაღაც ტიპის გამოძახილია, ხო? პირველად ესეთი მასობრივი გავლენა გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა გაეროზე და ამ პროცესებზე 60 წლებში მოახდინეს, ხო? მათ შორის მრავალმხრივ, ხო, პოლიტიკა განსაზღვრეს განვითარების შეიძლება ითქვას. დღეს ეს ესე არაა, გლობალური სამხრეთი ვერ განსაზღვრავს პოლიტიკას, დღეს რასაც ვხედავთ საერთაშორისო ველზე, ეს არის დიდი სახელმწიფოები, ოღონდ დიდი სახელმწიფოები, მათ შორის თუნდაც აღმოსავლეთით და თუნდაც გლობალური სამხრეთთან მოვნიშნოთ, ხო, ჩინეთი ამ შემთხვევაში, ეს გლობალური სამხრეთი არ არის რეალურად გლობალური სამხრეთი რას გულისხმობს, ხო? მათ შორის გულისხმობს ყოფილ კოლონიებს, ან ყოფილ დაქვემდებარებულ ეკონომიკებს, რომლებიც ეკონომიკურ პერიფერიებს წარმოადგენდნენ, ხო, გარკვეული ისტორიული მოცემულობის გამო და დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, თუნდაც ეს არადასავლური, ხო, თუ დასავლეთი თუ როგორც შეიძლება გეოგრაფიულად მოვნიშნოთ, ეს ძალები მიუხედავად იმისა, რომელ გეოგრაფიას მიეკუთვნებიან, არიან ავტორიტარული ძალები და ჩვენ არ ვხედავთ სინამდვილეში მულტიპოლარულობას იმ გაგებით, რომ გლობალური სამხრეთის ისეთი ქვეყნები, როგორიც თუნდაც ინდოეთია, რომელიც უფრო ესე იყო კოლონიზირებული პირდაპირ, მათ მოახერხონ გარდა თვითგარდარჩენის სტრატეგიისა, უფრო მეტი და მათთვის აი ამ წესრიგში, აი ამ მულტიპოლარობაში ადგილის დამკვიდრება მათთვის არის ერთადერთი მნიშვნელობის და ეს არის ის, რომ ისინი იყვნენ საკუთარი ისტორიის და საკუთარი პოლიტიკის შემოქმედები, ანუ სუბიექტები და არა ობიექტები სხვისი თამაშის წესების. ნამდვილად საინტერესო არის ინდოეთის სიტუაცია, როგორც უკვე რამდენიმეჯერ ვახსენეთ, ეს არ არის ყოფილი იმპერია, რომელსაც აქვს დომინაციის ამბიციები, ეს არის ყოფილი კოლონიური სახელმწიფო, რომელმაც როგორც ჩანს იმ მიზნებიდან და იმ ქცევებიდან გამომდინარე ჯერ ვერ შეეგუა საკუთარ სტატუსს, საკუთარ შესაძლებლობას და ჯერჯერობით მისი უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების ამბიციები შემოიფარგლება მისი გეოპოლიტიკური სიტუაციის ასე ვთქვათ, შემსუბუქებით და მისი სტატუსის გამყარებით, ვიდრე უკვე გლობალური ძალის პროექციით და საერთაშორისო პოლიტიკაში გადამწყვეტი როლის თამაშით. შესაბამისად, მე ვფიქრობ ესე და იმ ასე ვთქვათ, კვლევების ანალიზის საფუძველზე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, უზარმაზარი ძალა, ჩინეთისგან განსხვავებით მას აქვს ძალიან ახალგაზრდა დემოგრაფია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე იგი გადაასწრებს ჩინეთს პოპულაციის თვალსაზრისით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მას ექნება გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობები, უფრო მეტი მუშახელი. ის პოლიტიკური სიტუაცია, რაც არის ინდოეთში, ის უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მას ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ყავს საზღვარზე, რაც ძალიან რთული არის, ერთის მხრივ, რომ სიტუაციის დასაბალანსებლად არის რთული და მეორე იმის მხრივ, რომ ძალიან რთული არის ინდოეთმა თავისი შესაძლებლობები ისე განავითაროს, რომ მოახერხოს ამ ორი ძალის დაბალანსება. იმიტომ რომ პრაქტიკულად რო რამე მოხდეს, მსოფლიო ომი დაიწყოს ან ასე შემდეგ, ყოველთვის უნდა იყოს გათვლა იმაზე, რომ ორი ფრონტის დაფარვა მოუწევს ინდოეთს. და ეს არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელთან გამკლავებაც უწევს მას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს ეს პოტენციალი და აქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან გახდეს ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე,
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ინდოეთი შეძლებს იმ პრობლემების და სიტუაციის მოგვარებას, რა პრობლემებიც აქვს, ერგო მას გეოპოლიტიკურად და ერგო მას ისტორიული მეხსიერებით. ამიტომ პოტენციალი არის, მაგრამ შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი სრულყოფილად ათვისებული იყოს, ჯერჯერობით არ ჩანს და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშაოები იქნება გასაწევი ინდოეთის მთავრობის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დროში საკმაოდ შეზღუდული ვიყავით, ვფიქრობ შევძელით, რომ ძირითადი თემები დაგვეფიქსირებინა, მონახაზი გაგვეკეთებინა და თუ მაყურებელი დააფიქსირებს თავის სურვილს და ინტერესს, რომ ამ თემას კიდევ უფრო სიღრმისეულად მოუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, უფრო ისტორიულ ჭრილში შევხედოთ და უფრო განვიხილოთ სხვადასხვა ისტორიული მოვლენები, ქვემოთ კომენტარებში დაგვიწერეთ, თუ ამის სურვილი გვაქვს და ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ ინდოეთზე კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამჯერად უფრო ისტორიულ კონტექსტში და უფრო სიღრმისეულად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ ბოლომდე. თუ ბოლომდე გვიყურეთ, ესე იგი მოგწონთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი კონტენტი, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, თუ არ გაქვთ გამოწერილი, ასევე გამოყვეთ პოდკასტის Facebook და Instagram გვერდებზე და ასევე ჩვენ გვაქვს TikTok-ის გვერდი, რომელსაც შეგიძლიათ გამოყვეთ, სადაც ვტვირთავთ ხოლმე სხვადასხვა მოკლე ვიდეოებს და ვფიქრობთ საკმარისი აუდიტორიის დაგროვების შემთხვევაში, რომ დავამატოთ პოდკასტის გარედან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონტენტი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე.